მოგესალმებით. ეს არის გადაცემა თავისუფალი ბაზარი. თქვენ უყურებთ TV36-ს და დღეს ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ ამბებზე. მე ლევან ჯგერენაია, დავით ფანჯაკიძე და გიორგი კვენეტაძე, თბილისის საკრებულოს წევრები. ახალი წლის მერე ეს ჩემი პირველი ლაივია. თქვენ მგონი იყავით? ჩემთვის პირველი ლაივია საკრებულოს ამბებით. გამარჯობათ ხალხო. საღამოშიდობისა ხალხო, მოგესალმებით. რა ხდებოდა ქვეყანაში დღეს უბრალოდ რა ხდება? რამდენიმე თემა არის ესეთი აქტუალური. პირველი არის ჩვენთვის პირველი დებატების ამბავი. რაც ჩვენ უნდა გაგვახაროს ეს. გუშინ ხელისუფლებამ თქვა. ისმინა ჩვენი ვედრება. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ უნდა დავიწყოთ დებატებიო. ძალიან მნიშვნელოვანია დებატებიო დემოკრატიისთვის, ევროპულიაო, ნამდვილიო და აი ესეთი მართლა შესაშური ტექსტი იყო დებატების მნიშვნელობა. 12 წელი დაჭირდა რომ მისულიყვნენ აქამდე. კი, რამდენი ხანია ჩვენ მაგას ვამბობთ, რატო არის დებატები საჭირო და რომ იმისთვის რომ გავაგებინოთ ადამიანებს ვის რა პოზიცია აქვს, როგორ წარმოუდგენია რაღაცა ქვეყნის შეცვლა, წესრიგის შეცვლა ქვეყანაში და დღეს გუშინ პრინციპში მართლა ისე კარგად ჩამოაყალიბა პრემიერმა დებატების მნიშვნელობა, მაგრამ ეხლა ამ თვითონ დებატების იმასე წამოწყებაზე დაიწყო უკვე დებატები. პირველი დებატები გაჩნდა. საჭიროა თუ არა დებატები? არა, საქმე იმაშია, რომ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა შარშან, როცა დაანონსა, რომ მოდითო თუ ბიჭი ხართო და გველაპარაკეთო. და შემდეგ თქვა რომ უარი თქვა ოპოზიციამ ჩვენ ვიზახით არა აქ ვართ არ გვითქვია უარი სად მოვიდეთ რამდენი კაცი მოვიდეთ რომელ ფორმატში მოვიდეთ მაგრამ რაღაცნაირად დაგვაიგნორეს და ვითომ არაფერი არ გაუგიათ და დიდი ეჭვი მაქვს რომ მართლა ვისაც დებატები უნდა და ჯერჯერობით რავი ჩვენს მეტი მე არავინ არ ვიცი იმიტომ რომ რავი რამდენი ხანია გავიძახით მოდით ვიდებატოთ სადაც გინდა თქვენ ტელევიზიაში ჩვენ ტელევიზიაში საჯაროდ ისე ასე ყველა ამას გაურბის და რაღაც 1000 მიზეზებს იგონებენ რომ ეს არ შედგეს და მე მოხარული ვიქნები რა თქმა უნდა რომ შედგეს ეს დებატები ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ ხალხთან, პარლამენტარებთან, მით უმეტეს ქართული ოცნება ამბობს რომ დაკომპლექტებული არიან პროფესიონალებით, ყველა მიმართულებით, იქეთ-აქეთ, ну ცოტა მოგვიანებით გავარჩევთ მაგალითად ეკონომიკურ გოლში როგორი პროფესიონალები არიან. ასე შემდეგ და კარგი იქნებოდა მათ ტელევიზიაში, ჩვენ ტელევიზიაში, მაგრამ რა ვიცი, შემიძლია ფსონი დავდო რომ არავინ არ დაგვიჯდება ჩვენ სადებატოთ. ხო, ან შეიძლება ვიღაცები გამოუშვან დებატებზე, მაგრამ ისეთი ხალხი, ვინც ამბობს, რომ ჩვენ თვალ პასუხისმგებელი არ ვართ ყველაფერზეო. ეგეც ხო პასუხია, მოვიდნენ და დაждდნენ, ო მათი სახელით ილაპარაკონ. ისე კი არა რომ რაღაც თავისუფალი მუსიკოსი ვარ და რა ვიცი, ჩემ აზრებს გამოვთქვა აქ. მოვიდეს და თქვას, რომ აი ჩვენი გუნდი, ესეთ მიმართულებით მივდივართ, ასეთ რეფორმებს ვაკეთებ. ესე ვშვებით, ისე ვშვებით და ილაპარაკონ კაცო. ოღონდ დაიწყო ხელისუფლების სახელით საუბარი უნდა შეეძლოთ. შენ არასათანადოდ აფასებ ახლა. მართლა ძავს მე ეჭვი მაქვს. მე ბზათავარ ბოდიში მოვიხადო, როგორც კი ეს ასე როგორც კი არ გამართლდება ჩემი მოდებატები უკვე მომზადებულები არიან. ერთი მხარესაც და მეორე მხარესაც. მოიცა. აბა. მეორე მხარეს ვის გულისხმობ? ვინც იდებატებს. იქ ხო დებატებში არის მხარეები საჭირო. გასაგებია. ჩემი აზრით უკვე დატრენინგებული ოცნების მარჯვენა მხარე. კი, დატრენინგებული იქნება, არა მარტო. სხვათა შორის ბატონმა გურამ აჭარაშვილმა თქვა რომ ჩვენ sad ვართო დებატებისთვისო ამის გამო ხელისუფლებიდან უმრავლესობიდანაც კი წამოვედითო იმის გამო რომ სიმართლე ვისაუბროთ და ჩვენ რა გაგვაჩერეს ხალხის ზალა. ესე იგი მაგან დაადასტურა რომ იქ უშლიდნენ სიმართლის ლაპარაკს ისე გამოდის თუ მაინც მეტი პასუხისმგებლობა როცა ხელისუფლებაში ხარ და რაღაცები გბოჭავს ყველაფერს ვერ იტყვი და როცა ოპოზიციაში გადახვალ მე არის თავისუფლება გეძლევა. კონსტრუქციული ოპოზიციაც არის. ჩაერთვება აქტიურად დებატებში, მე საფუძვლიანი ეჭვიც მაქვს და მოლოდინიც. ჩვენ რამდენად მოხვდებით, სადღაც მოხვდებით, მაგრამ იქნება რაღაც მეცხრე ხარისხოვან თემაზე. საქმე რა შეერთი ჩვენ ხომ მაგათ დიდი ხანი გვაქვს ლაპარაკი რომ მოვაწყოთ დებატებს, სულ მაგაზე ვფიქრობთ, აგერ რა ვიცი, იაგოს მაგათ საკითხს აწვება სულ ყველა რო რაღაცა მოვაწყოთ დებატები და დებატები მინდა. ხო და კი იყო იდეა რომ მოდი შიდა დებატები მოვაწყოთ რაღაცა ერთმანეთს ვდებატოთ, მაგრამ საქმე იმაშია რომ რა ვიცი ხა ჩვენ იმდენს მუშაობთ ჩვენ თემებზე, იმდენს საუბრობთ, იმდენს ურთიერთობთ რომ რა ვიცი სახეობას ხوار დავიწყებთ ეხლა აქ და მე ხوار დაუწინა შეუწევ და იგი ჯგერეს რო არა აი შენ ესე რო თვლი მე რაღაც სასაცილო იქნება რა. ხო და იმ ხალხს შეიძლება რა არ ეჩვენება ეგ სასაცილოდ.
არა, შეიძლება თემა იყოს, კაცო, სადაც მე და შენ შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს თემა ხალხს საინტერესო არ იქნება. კი ბატონო. სხვადასხვა მე რასაც ვადევნებ Facebook-ზე ამ დებატების ამბებზე დებატებს, რამდენიმე ნაწილად არის აზრი გაყოფილი. ანუ ერთი ნაწილი ამბობს, რომ კონცეფტანო დებატები არ შეიძლებაო. ვის უნდა დებატი? ოპოზიცია მეორე ნაწილის მიხედვით კიდე თვითონ ოპოზიციაში არ შეიძლება დებატები, რა დროს ახლა ის რა სად არის იმის დრო, რომ ოპოზიციამ ერთმანეთი დაჭამოს და ხალხს ანახობს ეს, რომ ერთმანეთში კამათობენ და რაღაცა არასწორად აქვს. კიდე ნაწილი მოსახოდი. კიდე ერთი ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ არავისთან დებატები არ შეიძლება და ესე არის დაყოფილი ჯერჯერობით. აი დებატებს რას უძრავს? იქნებ რამე სხვა წარმოუდგენიათ საუბრის გარდა დებატებად რა. რას ხო და აი მაგალითად აი ვინც ერთ-ერთი ადამიანი ისე სერიოზულად ხსნიდა თუ რატო არ შეიძლება დებატები და რაღაც პუნქტებად ჰქონდა ჩამოწერილი და ნუ აი ქვეყანაში როცა ასეთი სიტუაცია არისო ხალხს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენო და ნუ ესეთი საგიჟეთი ხდებაო რაღაცა ქვეყანაში ამ დროს რა დროს დებატებიაო ხელისუფლებასთან დებატებიც იგულისხმება მაშინ და ხო ამ დროს არის პირიქით დებატები საჭირო რომ ადამიანებს გააგებინო მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერას რა ადეკვატურად იქცევა ხელისუფლება და დაარწმუნო შენს ისტორიაში ან ამ ოპოზიციას ხო არა აქვს ის ავტორიტეტი რომ აი ისინი რაღაცას იტყვიან და ყველას ჯერა ანუ არაფერი ესეთი ავტორიტეტი ამათ არ აქვთ და რაღაცა დამაჯერებლობა რო ქონდეთ მათ ნათქვამს ამის საჭიროა დებატები მათ შორის ხელისუფლების მხარდაჭერები დაარწმუნო იმაში რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა და შენ სწორად მოიქცევი და რაღაც არაადეკვატურობებს არ ჩაიდენ და ამას ხშირად უნდა ლაპარაკობდეთ რა ეხლა ერთი გამოსვლით რომ შენ ამას იტყვი მე კარგად მოიქცევიო ეს ხო არაფერს არ ნიშნავს და აი ეს პირიქით არგუმენტია იმისთვის რომ ქვეყანაში დებატები ქონდეს როცა ესეთ სიტუაცია ხალხი რო დაიფანტა აქციიდან რაღაც აქცია არ არის ნორმალურად რაღაცა და უფრო რა ისიც ქონდა ქუჩაში მხარდაჭერა პირობითად ოპოზიციას ეს ბოლო ერთი წელი რო ავიღოთ ისიც გაეფანტა და ხო საჭიროა რომ პირიქით შემოიკრიბოს ხალხი და ეხლა რო ამბობენ ჩვენ აქციები უნდა მოვაწყოთ ერთობა უნდა მოვაწყოთ არაფერზე ლაპარაკი არ უნდა და რა ერთობა უნდა მოვაწყოთ ანუ ამ ერთობისთვისაც ხო გჭირდება ის რომ შენ მეტი ადამიანი შემოიკრიბო და დაარწმუნო ადამიანები შენს ისტორიაში და უბრალოდ ეგ რაღაცა საერთოდ არ მესმის და წარმოუდგენელი არგუმენტია რომ ქვეყანაში საგიჟეთია და ჩვენ დებატები არ გვინდა პირიქით წარმოიდგინე ამდენ არაადეკვატურობას რო ჩადის ხელისუფლება შენ როგორ გაქვს შანსები გაზრდილი იმისთვის რომ ხელისუფლება გააბანძო და ანახო ამომრჩევლებს მათი არაადეკვატურობა და რაღაცა არასწორი საქციელი და პირიქით ესეთ თუ ისინი ხელისუფლება ყველაფერში სწორად იქცევა და კარგად იქცევა ხო შენთვისაც უფრო რთულია დებატები მათთან და უბრალოდ აი იმ შთაბეჭდილებას მიტოვებს რომ აქეთაც ამათაც არაფერი არ უნდათ და სათქმელი არ აქვთ არაფერი საერთოდ, თორე როგორ შეიძლება რა იდეალური სიტუაცია იმისთვის ამ ხელისუფლების ქცევის შედეგად შენ დებატებზე პირიქით ითხოვდე და უფრო იქეთ გონორით უნდა იყო რომ ხელისუფლებას მოსთხოვო რომ აბა ჩვენთან მოდით ასხედით დებატებზე რა აქვს ალაპარაკო იმას ხელისუფლებას ხო? რაც მეტი პრობლემებია, მით მეტი აუცილებლობა ამ დებატების ეს ერთი იზახი რომ პრობლემებია, უზრუნველებულია მთავრობა, ისეშვებიან გვიჭერენ სულთან აკეთებენ, ოკეი, დაჯექი და გაარჩიენ ხალხთან ყველაფერი. მერე მეორე იზახი რომ არჩევნები უნდა დაიმსხნოს, არჩევნებს უნდა მოემზადოთ, უნდა გადავირჩიოთ ოცნება, ისა, ოკეი, სპიტი მიდიხარ არჩევნებზე. რატო უნდა გადავირჩიოთ, ვინ უნდა გადავირჩიოთ, ვინ უნდა ავირჩიოთ? ხო, დავжეთ და ვისაუბროთ, ხო რა, ნებისმიერი იდეა, რომელიც ადამიანს თუ პარტიას თუ ვინმეს თავში მოსდის, რა ვიცი, გაფილტრვა უნდა, გარჩევა უნდა, გატესტვა უნდა ბოლო-ბოლო. რა ვიცი. არა, მარტო სრული არ არის საკმარის, კაცო, იქ დებატებზეც ხო რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს ეს გარემო, კაცო, ეს ტოქსიკოზი, ტოტალური ტოქსიკოზი, ერთმანეთის მიუღებლობა და რა ვიცი, ხა თუ კაცი გიზის წინ და რა რუსოს ეძახი და იმას ეძახი რეჟიმის მონას და იქიდან აკაცუკი და აქედან ისა, ნუ რა ვიცი, ხომ დაждდა ერთად და ხოლმე ელაპარაკო და ამიტომ ხო რაღაცა უნდა გაიარო, რომ აი რაღაცა ეს ტოქსიკური გარემო არ იყოს იმ დებატებში, თორე ისე ჩხაველი იქნება, ციკვინი იქნება და დამთავრდება ეგ დებატები მას. როგორც არაერთი დამთავრებული. ვინ უფრო მაგრა იყურებს და უფრო მაგრა გალანძღვის მეორეს მხოლოდ მე მეგობრობს ის სუსტის გამოჟღავნება და ეგ არის მეთოდი, რომ აიცილონ დებატები თავიდან, რომ გახადონ შეუძლებელი საუბარი. მე ვფიქრობ, რომ მაგით ვაკეთებენ, თორე ხა შენ ვიღაცას ვაკაცუკას დაეძახი, ან მონას დაუძახებ, ამით დიდ რაღაც სიმპათიებს ხისგან ვერ მოიპოვებ. ცხადია, მაგრამ გარემო ხო უნდა იყოს გესმის. აი რო გიყურებს მაყურებელი, ხო რომ უნდა სურვილი გაუჩნდეს, რომ გიყუროს და თუ ახლა შენ დაიწყებ ისე იმაზე ერთმანეთზე იმის სროლას, რა ვქეთ, ტალახის სროლას, რა ვიცი, რაღაც საინტერესოა, მიხვდება, რომ ისე მეორდება და ამიტომ ეს კათარზისი უნდა გაიაროს ყველა მხარე, რა, ვინც ამდენი წლების განმავლობაში ერთმანეთს ტალახს ესროდა რა. უნდა გასუფთავდნენ ცოტა ერთის და მეორეს და ისე დაждდნენ ლაპარაკობ, რა აზრი ახლა.
სურვილი ხო არ არის გიორგი მარტო საკმარისია რა. რა თქმა უნდა, ტალახს ხო მაშინის დროს სათქმელი აღარაფერი არ აქვს, თო სიტყვა არ აქვს სათქმელი, მაშინის რო ტალახს ხვევს და რა ვიცი. ნახოთ რა ჩვენ ცხადი აქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი მივესალმებით კი არა, რა ვიცი, აგე მოედანი გვაქვს და რა ვიცი, გინდა იქით, გინდა აქეთ რა, როდის გვიტყვი რამეზე უარი. კი, მაგრამ მე აქეთ იმის ხარეს ოპოზიციის ხარეს კიდე ეს არის, რომ ჩვენს იმას ერიდებიან დაპატიჟებას მაგალითად დღეს პალიტრა ჟურნალისტმა ქალბატონმა ემა დაწერა, რომ ოპოზიციიდან მამაცი ადამიანი არავინ არ გამოჩნდაო, ვინცო ამ ფასების მატების ამბავზე და რაღაც ამ ქოცების ამბავზე მოვიდოდნენ და იკამათებდნენ ჩვენთანო და აი ჯერ არასწორია იქ მეც დაუკომენტარე და მე ძალიან ბევრი კომენტარები მოყვა რომ გირჩი დაპატიჟეთო, გირჩიო ყოველთვის თანახმად დებატებზე და არასოდეს უარს არ ამბობსო და ნუ რაღაცა გირცო გირჩი არაო რა მოკლედ და ეს გირჩი არაო არ ეს არ ვიცი მიზეზი არ დაუწერიათ მაგრამ ნუ იქიდან ამოდიან დაბლოკილები ვართ რა პალიტრაზე მოკლედ იმიტომ არავის არ აქვს თუნდა ლაპარაკის თავი უბრალოდ თუნდა ლაპარაკის თავი არა აქვს არავის გისმის და იმიტომ და მის ხო და ნუ მანდა ვარ მეც რა ანუ თუ ისევ სცენარი დაიწერება რომ ვინ იქნებიან მოდებატეები წინასწარ სცენარი შედგება ეგ დებატი რა ვიცი ვიღაცას გულს მოფხანს და ვიღაც რაღაც საქმე არ გაირჩევა ეხა სცენარი თუ დაიწერა თემები თუ აიგრძალა სიტყვების რაღაც ჩამოგიწერეს ის გამოყენება მოემზადება ხაბარა გითხარი ხო რა კი ეგ იქნება მომზადებული ხა ერთი მხარეს და მეორე მხარეს კოცება იციან დამენეჯმენტება ესეთი რაღაცის რა და ამენეჯმენტებენ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც და ბოლოს ისე გამოვა რა კოცებს ისეთ ხალხს დაუსვამენ რომ სულ კოცები მოიგებენ დებატებს კი ცხადია მას ესე დამთავრდება ეს ამბავი ბოლოს ხო აბა ვინ უნდა დაუჯდეს ახლა ამ ფასების თემაზე ჩვენს გარდა ვინ იტყვის ვის აქ ერთი ადგილი მაგე ბიზნესმენმა ვერ თქვის სათქმელი და ვინ უნდა თქვას არა კაცო მას აგერ საკრებულოშიც ვხედავ მე როგორი მძვინვარი ოპოზიცია ყავს და ძირითადად ქებადიდება მიდის ერთმანეთის და რა ვიცი რანენ შინაარსი მაგათ დებატებს არა აქვს აბსოლუტურად რა. თან რაღაცა დებატებზე რომ დაჯდეს აქეთ მეორე ადამიანი ვიღაცის მაგალითად თავრობის წინამდე ხო იმას რაღაცაზე პოზიცია უნდა გააჩნდეს და რაღაცაზე თავისი აზრი ქონდეს და აქეთ არაფერი ჯერ აი რამდენი წელი გავიდა და არჩევნებისთვისაც არჩევნების წინაც კი შარშან წინ არაფერს სიტყვა არ უთქვამთ თუ რა აქვთ მათ განსხვავებული და რა უნდათ განსხვავებული არაფერი არ აქვს ძალაუფლების სურვილი მეტი აფერი განსხვავებული ახალი მარშრუტები აქვს მაგრამ სად უნდა იშაგავონ არ ვიცი, ნახოთ იმედი ბოლოს ყდება და დავიტოვოთ იმედი. გახარიას ხალხმა სხვათა შორის გიორგი გახარიაო მარტო იმას დაუჯდებაო ბიძინა ივანიშვილსო დებატებზე ეს იმას ნიშნავს რომ დებატებზე არ უნდა წამოსვლა და ჯერ საერთოდ არ არის კაცი ქვეყანაში არცალე იმას კვლევასაც არის იკლებს რაღაცას კვლევარია ახლა და თავის სურა ჯაფარიძესაც იგივე იყო დაახლოებით ირაკლი კობახიძეს მიმართა გუშინ და აი მარტო სადაც გინდა როგორც გინდა რა ფორმატში გინდა დაგიჯდები ეგეც დაახლოებით მაგსერიდან არის რომ დებატებზე არ უნდა თუ არ და იქ დღეს სხვათა შორის ქალბატონმა ემამ ასევე პალიტრა ჟურნალისტმა ის იმ პოსტზე სადაც საუბარი იყო რომ ვინმეს ვეძებ დებატებიდანო დაწერა რომ უარი გითხრაო ეთერში მოსვლაზეო არა ჯაფარიძეს მონოლოგების მეტი არაფერი არ მოსვეს მე ბოლო დროს თან სხვათა შორის აი თუნდაც კობახიძესთან დებატები ცოტა გაუგებარია როცა უარი თქვეს იმაზე თეატროლოგიის პარლამენტში გამოზიო კომისიაზე თეატროლოგიანთან მისვლაზე თან ამბობდნენ ამას რომ ეს რაღაცა ლეგიტიმაციის მიცემა და პროცესის ნორმალიზება და რაღაცა ესეთი ამბავი იქნებაო და რა პრემიერ-მინისტრი რომ მიდიხარ მაშინ ეგ არ გამოდის აღიარება რომ დაგთანხმდეს პირობითად ირაკლი კობახიძე და თქვას რომ კი ბატონო ვიდებატოთ და რაღაცნაირია ესეთი არათანმიმდევრული ისინია დამოკიდებულებები და თან არასერიოზული ჩემი აზრით. მეგრელიშვილს გამოეხმაურა ზურა ახან გავახსენდა. დებატების მოყვარული. არაფერი ჩვენთან დებატებზე საერთოდ საუბარი არც განიხილება. ხოდა თვითონაც არ გამათობენ. განცდა მაქვს ხო აი რაღაც აი თამაში რო არის რა და აი ფეხბურთი იაგოს ყავს ხოლმე ეს ფეხბურთის მაგალითად და აი რაღაცა შეთანხმებული ორი გუნდი შეთანხმებული თამაშობს ჩვენ გავრბივართ ამ სტადიონზე და უშლით ხას და რაღაცა თეთ მატჩის შედეგიც რო ის არის განსაზღვრულია საჯიც რო აზრზე არა რა უნდა იქნა რამდენი თუნდაც დამთავრდეს თამაში პენალი რომ დანიშნო ჯარიმობ და ჩვენ დავრბივარ და არ დანიშნო პენალი და არ იმას ხა და უშლით ყველას ხავს რა და იმიტომ რომ მოძულებული ვარ ყველა მოგვიძულა რა იმიტომ რაღაც თავის არის ბედნიერად გამაზულია იქ ტოტალიზატორში შედეგი ყველა ბედნიერია დადებული აქვს სტავკები და შენ მიდიხარ და უშლით თამაშს რა და ჟურნალისტი გინდა ერთი მხარე გინდა მეორე ის არ გელაპარაკება ის იმას ვაფშე ანათემას გადაგცა ისისა და ვართ ესე რა
ჩამშლელები ვარ. ხო, არც ერთმანეთში არ გამათობენ და აი კამაც რო თავი დავანებოთ, ერთად რო გამოვიდნენ, სადმე რამეზე სასაუბრო და აი გაარჩინონ, ეგეც კი არა. ეხლა მიდის ეს არის რომ აი ერთიანობისთვის რაღაცას ვაკეთებ, თო ჯერ ერთ კვირაში რომ ორ კვირაში არ მოვიაზრებთ. არა, ხო და ესე ყველა -1. ემატოხიაშვილი, ყველა ოპოზიცია მოდით -1. ეგ თვითონაც არჯდებიან გვერდ-გვერდ. იმედზე შანსი არა გაქვს, ოღონდ იმედია რომ სადაც გინდა და განრჩე რა. და აი ამაზე მაინც ხო უნდა უთხრა რამე ადამიანებს აი თავიანთ ერთიანობაზე და ხო ხალხის შემოკრება უნდათ და ხო რაღაცა გაძლიერება უნდათ თვითონ და აი ამაზე მაინც რო დაელაპარაკონ დავიანთ ამორჩეველს ან ხელისუფლების ამორჩეველს ან ჩვენს ამორჩეველს ამასაც არ აკეთებენ უბრალოდ აი ყველა ამბობს რომ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ და ის რა კულუარებში არ უნდა ხდებოდეს და საჯაროდ უნდა ვაკეთოთ პროცესი და ვინმე ერთი რამე იცის ეხლა რაც ერთიანობას ელაპარაკებიან ვინ რაზე ლაპარაკობს საერთოდ ვის რა უნდა იქ ყველა უერთიანდებითო ლილო ლაპარაკობს ჩვენს ლაპარაკობთო მარაო დოკუმენტი არ გვინახავსო და უბრალოდ საგიჟეთია მართლა და აი ამაში დროს გაყვანინებენ ადამიანებს უბრალოდ ან რაღაცა ხო მორეგის ანახავ არ ვიცი დიდი ის არა მაქვს რა ქვია ოპტიმიზმი, მაგრამ მე თმაქნას ვწდებოდი. არა, მართლა დებატები იმეს უნდა სხვა განათლების რეფორმა მიდის უკვე 9 წელიწადზე მეტია. არც ერთი სიტყვა არსა და არავის არ უთქვამს. არც იმაიც ის რას აკეთებს. განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს არც ოპოზიციიდან, არც პოზიციიდან, არც აიდან. აგერ ახლა არის და რავი, ფასების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. შანსება, აი რავი, ხმასვე რა მოუღიაგეს. არც ის მიზიანდება, არც ის მიზიანდება, არც მომხრეს, არც მოწინააღმდეგეს. მიდიანობოთ აკეთებენ რა. ბიჭო ბიზნესმენები არ იღებენ ხმას და პოლიტიკოსები ამოიღებენ ხმას არაპოპულარული თემაა რა ხალხი ბედნიერია ფასები დაბლა იწევს შენ გამოხვალ და შეგჭამენ ვინ იტყვის მაგაზე რამეს ბიჭო ის აქ ერთი ადგილი კონცერტმა იქით ის კამპანია წამოიწყოს რომ ოპოზიცია წავიდა ფასების დაკლებების წინააღმდეგ ის გატრონულია არა, ნუ უბედურებათ ის არის რანაირ ფასები ასე არ დაიწევს რაღაც დროებითი ეფექტი იქნება ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით ახლა რაღაც ახალი წლები იყო ახალი წლები და ის ცოტა შეამცირეს მე რა გავარჩიოთ მესამე თემა გვაქვს მაგას დავილაპარაკოთ მაგრამ ზოგადად ხო ეს მოცემული თუ მაღლა ვიღაცას რამის თქმა უნდა აი ამაზე მეტი რა გინდა და კაცი გატრონულია ყველანაირი ტელევიზია აქვს, ჩვენი ტელევიზია აქვს, რა ფორმულა აქვს, TV პირველი აქვს, ისეთი კარგი გარემო, ცუდი გარემო, კრიტიკული, არაკრიტიკული, ყველანაირი. უბედურება გინდათ არაში მოწონთ ეს. ისმის პროსა ღიად რახან კოცები არიან, ვერ იძახიან რომ კაი საკეთებენო, თორემ მოწონთ. მე მაინც ის გონია ოპოზიციის მხრიდან ეს რომ შეგნებულად აკეთებენ ამას რომ ამორჩეველს ამაზე რამე კარგი და ისეთი სერიოზული წარმოდგენა არ დარჩეს რომ მე კოცების წინააღმდეგ არ მოძლიერდნენ და ან კოცებს არ წართვან ამორჩეველი გუშინ ირაკლი კვახიძე რო დაწერა ისო გარედან მითითებებს ასრულებდა ნიკა გვარამიაო და დებატები ჩავდარდა მე სულ გარედან მითითებებში სულ უნდა ის პიტრიალებდა თავში რომ საკუთარ თავზე გვარამიას დაბრალდა ექსტოქსიკოზი გვარამიას დაბრალდა სხვათა შორის მაგრამ აი იმ გარეძალებში რომ გარეძალების მითითებით ხდებოდა ესა სულ მე წარმოვედგინა რომ ხელისუფლება იყო საკუთარ თავს გულისხმობდა ხელისუფლება გარეძალებში რომ ჩვენ ჩავკალიტებადებიო ჩავაკლებინოთ თორე არა მანდ ხა ყვალს რო ხმად ისე შორს გაყვედებს თეთან მიხვალა ამიტომ ხო და ამას მე ოპოზიციის მხრიდან ეს აქციელი აი უბრალოდ მართლა ეს გონია რომ რამენაირად ხალხს ამაზე კარგი წარმოდგენა არ დარჩეს და მე ხელისუფლება არ გაძლიერდეს ხელისუფლება არ გაბრაზდეს და არ უთხრას მე რა შვებით ამორჩეველს ვარ გვართმევთ რა სერიოზულად იქცევითო მაგაზია შეთანხმებული ვარ სხვაც და არა მაქვს აი ეს რანაირად უნდა აკეთებდე და ტრეინინგებზე ესეთი რამე არ თქმა ხო და ესეთი ამბავია აქეთ ამ დებატებზე რამაც დებატები გამოიწვია ცალკე. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ძლიერდება ოპოზიცია. ოპოზიცია. გიორგი ვაშაძე გამოვიდა დღეს ციხიდან და გვარამიაც ხო გამოდის? გვარამიაც გამოდის, თებერვალში გამოდისო გვარამიაო და ზურა ამბობდა ერთი კვირის წინ დაახლოებით, რომ რაღაცა ეხლა ერთიანობაზე ჩვენ კი ვლაპარაკობთო. მაგრამ ვაშაძის და გვარამიას გარეშე მაგათი მოტეხვა არ გამოვაო, მაგათი პოზიცია მნიშვნელოვანი არისო და ამიტომ ჩვენ თებერვალამდე უნდა მოვიცადოთო, სანამ გვარამიაც გამოვაო ციხიდან, რომ მე რაღაცაზე შევთანხმდეთო და საჯაროდ თქმა შეგვეძლოსო, მაგრამ აი რა ვიცი, ანუ გვარამია ვაშაძე რო ციხეში იყო. ხოშტარია დაივიწყე ეს თუ გამოდის. ის ხოშტარი არიციან რამდენი ხნით გამოდის თუ რაღაცა იმდა სხვა ბრალდებით ზისის. ნიკამელიაც არის ეგრეთ ციხეში და იმას კიდე დავამატებ სხვა რაღაცა. ანუ მაშინ არ არის გამორიცხული რომ გვარამია ეტყვის ნიკას უნდა დაველოდოთო.
მაგრამ აი ეს ხალ მაგალითად სულ იქნება ამას ვაში ვიღაც დაждდება სხვა და რავი ძალიან კარგია ვაშაძე რომ გამოვიდა კი ბატონო ცუდია ციხეში მაგრამ ანუ ციხეში ხო ამ ადამიანებისთვის თქმა არავის არ აუგრძალავს და რავი შეეძლოთ იქიდან ლაპარაკი წერილები დაეწერათ და რაღაცა ეთქვათ მაგრამ მე სულ ერთხელ ან ორჯერ მახსოვს გონი გიორგი ვაშაძის რამე ნათქვამი ციხიდან რამე რო შემოეთვალა. ცირთადიქ ისინი კითხულობდნენ აფსარწალში. მელიამ საერთოდ ერთხელ თქვა მგონი რაღაცა და რავი როგორ შეიძლება ესეთ სიტუაციაში თუნდაც ციხეში თუ ჩაქსვეს ეს ხო შენთვის უნდა გამოიყენო პირიქით და რაღაცა აქტუალური იყო რაღაცებს ამბობდე იქიდან და რაღაცა გააკეთო მაგრამ საერთოდ ჩუმად იყვნენ ეხლა გამოვიდნენ და არ ვიცი რა უნდა გააკეთონ ისეთი ეგეთი რა იფიქრეს ციხეში რომ ეხლა რაღაცა სასწაულს გააკეთებენ აქ, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ რამე მოლოდინი ისეთი დადებითი მოლოდინი ამ ამბავზე. ნადათო. მოკლედ, აი მთელი ეს პროცესი რო შეხედო რა, აი საიდან დაიწყო, სადამდე მივიდა და როგორ მოძრაობს ეს ხალხი რა. აი როგორ მოძრაობს, რა ვიცი, ეს სისტემას რო დააჭერინებ თავს, აი რა ვიცი, პატივსაცემია ესეთი ადამიანი ზოგადად რა. აი ხო რა ვიცი ადამიანები ხო უნდა მოძრაობდნენ ისე რომ რაღაცნაირად სისტემას აერიდონ და რაღაცა ისე იმოქმედონ რომ კანჭებში არ ჩაუვარდეს რა. და აქ პირიქით კაცო ძალით, აი ფაქტიურად ძალით ეტენები სადღაც რა. რომლის მაგალითია ესეთი რომ აი ისეთი რამ ჩაიდინეს რომ ციხეში უნდა წასულიყო. აი რა გააკეთეს. რომელმა რა გააკეთა ისეთი ღირებული ის რო იძახდა ზურა რო გირაოს გამო უფრო ღირებულის გამო ჩავჯდებიო ხო ალბათ ის გადაიაზრა მომენტ ისეთი სწორი ის არის რა თეზა რომ თუ მიდიხარ რაღაცა ღირებულის მაინც წადი და რისთვის იხარ 7 აი ვაშაძე რისთვის შეძდა 7 ხო იმ დღეს რა შეძინა რა აქტივი დაიწერა მან გარდა წამებულისა ელენემ კალაძისის გადაღება საერთოდ საღებავი წაუსვა წინა საარჩევნო ბანერს რა იმის მაგივრად თან რა იცი აი რაღაცნაირ კონტექსტს ქმნიან რომ აი იმ დღეს მეგობარს ვლაპარაკებოდი ისრაელის ჯარში არის ესეთი პრაქტიკა რომ თუ რაღაც რიგით დაიჭირეს დაატყვევეს იმან რა ქვია მტერმა იმას აქვს უფლება რომ რაც უნდა ისილაპარაკოს ოღონდ დაიხსნას თავის თავი ხო და აი როცა იძახდნენ რომ ეს რატო გამიჩნდა ეს მოსაზრება როდესაც ესე იგი შესავალება იყო და საუბარი შეწყალებაზე ესენი ამბობდნენ რომ ჩვენ ამ რეჟიმს არ მოვთხოვთ არაფერ შეწყალებას და სინამდვილეში შენ თუ ისეთ კონტექსტში არ გაქვს შენ თავი გათავსებული რომ გამოხვალ უკეთეს ვერაფერს ვერ გააკეთებ ვიდრე ციხეში ზომისას მაშინ რა პრობლემაა რომ კი მოთხოვო მას რა ქვია სისტემას განთავისუფლება გამოხვიდე მე თქვა რომ თავი დავიხსენი რა თავი დავიხსენი გარეთ მინდოდა ყოფნა საქმის კეთება მინდოდა არ მივეცი ამბიენს საშუალება რეჟიმს რომ რაღაც დამატყვევოს და ასე შემდეგ და ეგ თხოვნა იყო არ ვცნობ თავს დამნაშავედ თხოვნა გავაკეთე ფორმალურად იმიტომ რომ თავისუფლებაზე გამოსულიყავით ესე შენ თუ ნორმალური ადამიანი ხარ შენ თუ უკეთეს საქმეს გააკეთებ გარეთ როცა ხარ გამოსული მე ვფიქრობ რომ არაფერია მაშინ დასაძრახი არ არის ეს აქციელში მაგრამ მარტო იმიტომ რომ გარეთ არაფერი არ აქვს გასაკეთებელი, არაფერი არ აქვს სათქმელი, იქ რაღაცნაირად პირიქით თავს უშველეს. მაგით რა, თავს უშველეს და რაღაცნაირად დაიმალენ ციხეში. შეიძლება სუდად ჟღერდეს ეს რომ აი ციხე როგორ შეიძლება თავიშველა იყოსო, მაგრამ აი პოლიტიკურ კონტექსტში თუცა შენ მართლა გასაკეთებელი არაფერი არ აქვს და რა ვიცი, საუკეთესო სვლად თვლი რომ ციხეში იჯდე. მაშინ რა თქმა უნდა მოიგონებ მილიონ რაღაცას რომ რეჟიმს არ ავთხოვ ესე არა თქო პირიქით მაგ თხოვნით და თუ რეჟიმი აი მარტო მაგისტვის გამოგიშვებს გარეთ ეს იმის მაჩვენებელი იქნება რომ აი ხალხო შეხედეთ უბრალოდ რა უნდათ ამათ უბრალოდ რაღაც ბოდიში უნდათ გაკტეხო მოგერიონ ესა მაგრამ მე უბრალოდ მიჩვენია გარეთ ვიყო საქმე ვაკეთო პოლიტიკა ვაკეთო ვიდრე ამათ მიცემ ის საშუალება დამატყვეო მაგრამ ისეთ კონტექსტში აქ თავიანთი თავი განთავსებული რომ ამას ვერ ამბობენ და ვერც გააკეთებენ რაღაცნაირად შეიძლება ესეც შეხედო რომ მომენტას მეორე მხარესაც შეიძლება რაღაცნაირად წამოიღეს წამებულის აქტივი რა აი წამებულის მანდიის აქტივი რა წამოიღეს ესე ხო ნუ ესეთ პონჩი ხო 7 თვე რა ვიცი ხო რაღაც თან როგორც აღმოჩნდნენ ციხეში მაგ პირობებში ან მართლა ციხეში მოხვდა რომ ხო შენ უნდა მოგიტანოს ბენეფიტები რაღაცა რეპუტაცია აგიმაღლოს ადამიანებში უფრო მეტი მხარდაჭერი გაგიჩნდეს იქიდანაც რაღაცა ისეთ სწორ რაღაცებს ამბობდნენ მაგრამ შეიძლება რაღაც პონჩი ესე უყურებენ რომ რაღაცა აი კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ესეთი დაუნდობელი სახე ხელისუფლების და აი უდანაშაულო არა მოიცე კაცო ხელისუფლება რო შენ გთხოვს რომ აი ბოდიში მომიხადოს და გამოუშვებო ნუ ეს ხო არის რა ვიცი ეს არ არის ლამაზი საქციელი გები შენ რო პისტოლეტით და ავტომატით კაცი ციხეში ჩააჯინე და ეუბნები ახლა მომიხადე ბოდიში და მე ეს გიხარია რომ ბოდიში მოგიხადა რა ვიცი ახლა მაგალითად ცუდი რა უნდა იყოს სინამდვილეში ეგ ხელისუფლების დამამცირებელი საქციელი უფროა ნორმალურ სიტუაციაში ვიდრე პირიქით
ხო, მაგრამ ჩვენ ხო არანორმალური გარემო გვაქვს. ჩვენ ხო რაღაცას ის მიზეზშედეგური კავშირებს აწყობ რაღაც ლოგიკური ჩარჩოზე და არ არის ეს ლოგიკა, არ მუშაობს ეს ლოგიკა. მათ შორის ხალხი სხვანაირად უყურებს, სხვანაირად აფასებს. ჩვენ ხო სულ ამის პრობლემა გვაქვს საბოლოო ჯამში რა. რაღაც ჩვენ გონია, რომ ადამიანები ესე უყურებენ, მაგრამ რა ვიცი, ამ ადამიანებში ისეთი სტერეოტიპებია, რომ ვერ ხედავენ ისე, როგორც სწორია და მართალია. პრობლემაა იქ. ამიტომაც ავართ ის თეთრი ყვავები, გისმის? კარგი, მაგრამ მე ის მიკროს რომ შედეგი რომ არიდება, ხო გადის 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, რა პრობლემაა? შედეგი არიდება. 480 არა, აი 480 დღეა. და ხალხ ჯერა რომ ეს უწყვეტი პროტესტი და ეს რაღაცები და კაი რაღაცები ხდება, გისმის? აი ჯერათ, რო ელაპარაკებ ჯერათ. რომ აბა სხვა რა ვქნათ, კაცო, აბა ეს ბოლომდე ბრძოლა ბოლომდე ეს რაღაც შედეგს დადებს რა და რა ვიცი რა რამდენი დღე დავთვალოთ. შენ რო ვიღაცები გპირდებოდნენ რუსთაველთან ამ ელაპარაკებს რა? სად არიან, ვინ არის? ამოვიდა ვინმე დაგიმალე? საფორმულა არ არსებობს იმის გამარჯვების და ერთ დღეში ვერ გავიმარჯვებთ და რაღაცა ესეთი. ხო და აი გარი თემა გესმის, ზაფორმულა არ არსებობს. ანუ შენ არ ტვინიგა განზრეული, არც გეგმა დასახული, არაფერი და სულ ეგ არის ფორმულის არ არსებობა. არ გიფიქრია რამეზე? არ დაგიგეგმია არაფერი და რაღაცა ბჟუტყრობ რაღაცას და გინდა რომ შედეგი დადო. არ კიდე არ რაღაცა მოხდება და რო ყვირივართ ლაპარაკს, მაგიტო ყვირივართ ლაპარაკს, რომ ჩვენც არა გვაქვს ზაფორმულა, მაგრამ რაღაცა გეგმა ხო უნდა რაღაც შევიმუშაოთ ერთად. ჩვენ არა გვაქვს საკმარისი ძალა რომ მარტო მოვერიოთ, ხო? ანუ გვინდა ვიღაცა არიძებნება, გესმის? ან პულსი არ ესინჯებათ, რომ დაждდეთ და დავждდეთ, რა გინდათ? მიტინგი გინდათ, ბრძოლა გინდათ, ჭირიგი, სიკვდილი, რა ვიცი, რაღაცა რა გვინდა? სწორედ მაგ ვირეშმაკოვის იმედზე არიან, გესმის? რაღაცაებად იყონ ტელევიზიებში, ამ თავის ოპოზიციურ ტელევიზიებში რაღაც ჩანდნენ. მე რაღაცა იქნებ რაღაცა მოხდეს, რაღაც ჩამოიმხოს, ვიღაცას რაღაცა შეეშალოს და ამას უცებ დავიჭიროთ და დავაბნელი ხელისუფლება და შლეგებმა. მადურო როდის გაიტაცებენ ბიზნესს და ეს შლეგები, გესმის? აი ამაზე არიან, გესმის? აი იმ შემთხვევითობის მოლოდინში არიან, რომ რაღაც მოვა გაიوارდეს და ეს მიცვიდნენ. სალომე ზურაბის დასავენ ლეგიტიმურ პრეზიდენტს მეთაურად თავრობის. აფრებივით მიცვიდნენ მე და ჩაებღაჭონ ხელისუფლებას. არაფერი არ აჩვენებს იმას, რომ ან ბატონი ბიძინა, ან ოცნება ისეთ მდგომარეობაში, რომ რამე გაუვარდებათ ხელიდან. არაფერს გავარდნას ხელიდან ეგ ხალხი არ აპირებს და ყוילია მაგის მოლოდინი. არა, ეხლა ხო არაფერი არ ეთყობათ ეგეთი რა ეთყობათ იმის რომ ემზადებიან რომ ძალაუფლება ეთყობა არ ეთყობა შენი გააკეთე კაცო შენ ხო შენი უნდა გააკეთო თუ რაღაცა მართლა გინდა კაცო დაგეგმე და გააკეთე რა არის ეს წინ დაუკასიარული კაცო 480 დღე რა არის ეს რა ღირებულება იქნება ამით აი დადის იქამდე რომ ვიდეოები გადაიღონ რაღაც გააგზავნონ გამოაგზავნონ რომ აი უწყვეტი პროტესტია კი და ისო რა ქვია რა დროს რამეზე გეგმაზე და იდეებზე საუბარია, ეხლა აი რუსეთის უკანაღობე გავხდებით დღე-დღესეო და გავქრებითო საერთოდ რუკიდან რაღაც ეგეთებს ამბობენ. აი მართლა 400 რაღაცა დღე როდგანან, აი ერთი დღე როგორ ერთი კვირა ჯამში ერთი კვირა როგორ არ გამოჩნდა იმისთვის, რომ რამეზე სალაპარაკოდ გამოსულიყვნენ და რამეზე ლაპარაკათ, რამე იდეაზე, ერთ რამეზე მაინც. აი უბრალოდ ვინ დაიჯერებს იმას, რომ 400 რაღაცა დღის განმავლობაში ამისთვის ერთი დღე მაინც ვერ მოიცალეს და აი ერთი დღე რომ მოიცალათ ამისთვის, ერთი კვირა მოიცალათ ამისთვის, აქ რაღაცა უარესი მოხდებოდა, ვიდრე ეხლა ხდება, ხო? აი ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია უბრალოდ რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, იმის გამო რომ ამათმა იდეებზე საუბარი დაიწყო, რა ვიცი, ის დილით ლაპარაკე, შუადღე ლაპარაკე, რა ვიცი, საღამოს რომელზე აქციები 8-ზე, 9-ზე, 10-ზე, მერე ჩადი აქციაზე, ხო? ბოლოს და ბოლოს რას უშლის ეს ხელს იმაში და თუ შენ აქ ილაპარაკებ რაღაცებს, შეიძლება კიდე დამატებით ადამიანი წამოყვეს იქ აქციაზეც, იმიტომ რომ იმან ნახოს რომ შენ მართლა სერიოზულად ეკიდები და რაღაცა მართლა გინდა და არა ის რაღაც სასაცილო სიტუაციის მოწყობა, რასაც ეხლა აკეთებენ და რა სიტყვებით ამბობენ შინაარსი რო არ აქვს ეს სიტყვა კოორდინაცია, იქ მერე ინგა გრიგოლიასთან იყო ხატია დეკანოიძე და სიმძიმის ცენტრი უნდა შევქმნათ. აი ესეთ სიტყვები, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს. მეორე ეთერში რო არავის არ ახსენდება ეს მეორე ეთერში რო კითხო კოორდინაციაზე რა ხდება, კი გვაქვს ლაპარაკი გეტყვიან სიმძიმის ცენტრზე რა ხდება კითხო, რაღაცას ისე მობოდავენ ამაზეც და უბრალოდ აი მართლა პლატფორმები ასეთი პლატფორმა, ისეთი პლატფორმების პლატფორმა, იმის პლატფორმა, ამის პლატფორმა, აი რა სიტყვა არტყულა როგორ კომბინაციაში არის. ყველაფერი მოთელილი გვაქვს და უბრალოდ აი მართლა ერთი ეთერიდან მეორე ეთერში არ მიყვება ის აი ის კონკრეტული ეთერი ახლა როგორ ჩავიყვანოთ და ჩავამთავროთო მაღაზი არიან მეორე ეთერში მას არავინ არ ეკითხება არ მოუბრუნდება ეწინა ეთერში რომ ეს გითხარი სიმძიმის ცენტრს რო აპირებდით აბა რა ხდება ან საერთოდ რა ნიშნავს ეს სიმძიმის ცენტრი და ნუ ესეთი რაღაცები ხდება მოკლედ ხო ესე იქცევიან რამე მართლა ვერ არის საქმე თუმცა მეცნიერულად როგორც წეღავთ თქვი მე მაინც
იცნონია რომ შეგნებულად ჩვევიან ამ. კიდე გასაკვირისაა რომ ეს ხოცები რაღაც აკეთებენ, ამხელა ძალაუფლება აქვს ამ რაღაცა გააკეთე, კარგი კაცო, სულად ვაკეთებ რაღაც გაუგება. კარგი ბატონო დავით, როგორ არ აკეთებენ კაცო, აგერ ფასებზე დაიწყეს ზრუნვა. გადავიდეთ ახლა კი, პლანად. რა თქმა უნდა, ეს. ეხლა რა რეიტინგი აქვს დამათვა კარგის კეთება რომ დაიწყონ საერთოდ საწამობად. ხო და მე მგონი რა შეგნებულად აზიანებენ თავის რეიტინგს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ძალიან ჭარბინდობა არ კონდეს. ოპოზიცია არ უწყობს აკეთხელ და რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ. შეიძლება მივიდეთ იქამდე რომ 120% აიღონ 130% მე არჩევნებზე, როგორც ზოგიერთ რესპუბლიკებში. აზღვევენ. რეკლამა გვექნება ეხლა ცოტა ხანი და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და კიდევ ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოგვიტანოთ რეკლამები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დავბრუნდით ლაივში. ძალიან მოკლე რეკლამა იყო, რაც სტუდია ტელევიზია ლაივიო მითხრეს. კი. დავბრუნდით ლაივში, კი ნამდვილად. მოკლე რეკლამა იყო ძალიან ცუდია, თუ გინდათ უფრო მეტი ხანგრძლივი რეკლამა გქონდეს. გვაყარეთ რეკლამა. კი ბატონო, გვაქვს ბლომად ადგილი რეკლამისთვის და დაეხმარებით ესე ტელევიზიასაც თან კარფაში გაგიკეთებთ და თქვენთვისაც კარგია, კარგ აუდიტორიაში გავაკეთებთ თქვენს რეკლამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აუდიტორია განსხვავდება ხარისხობრივად ნებისმიერი სხვა ტელევიზიის აუდიტორიისგან. ხცა გვიწერენ ცოტა სჭედავს სტრიმია ლაივის YouTube-ზე. კიდე რა ხდება ქვეყანაში ფასების ამბავი? გადავდივართ. სუსი გახდა სურსათით უზრუნველყოფის სამსახური მგონი სახელია შესაძლებელი. ხო, იმიტომ რომ სუსი იკვლევს ქვეყანაში ფასების მატების პრობლემას და ზოგიერთ სუპერმარკეტშიც კი შევიდნენ, გუშინ იყო ესეთი ნიუსი, რომ სუსი შევიდა ფასების გამოსაკვლევად, სხვადასხვა არ მახსოვს რომ დოკუმენტების გამოთხოვა დაიწყეს, კაცო. ნუ ისა არაპირულად დოკუმენტების, არამედ რაღაც ელექტრონული ვერსიების. რაც არ უნდა იყოს, წარმოიდგინე და არავის ხმას არ იღებს. ეს არავის არანაირი კითხვა არ გაუჩნდა, რა შვებით ხალხო, ვინ ახართ, რატო? არა, პირიქით ერთ-ერთ ბიზნესმენი ამბობდა, კარგია ეს გამოკვლევებიო, რამეს შეიძლება შესწავლით ვაკეთებდეთ, რამეს შეცდომას უშვებდეთო და რა კარგია რომ რა კარგია რომ ჩვენ ვიღაცა გვაკონტროლებს რომ რამე არ შეგვეშალოს თან სუსიო, მაგრამ როგორ გინდა ხო? იბრძოლე ახლა ამ ხალხის თავისუფლებისთვის შენ რა თქმა უნდა. არა, თან ახლა ჩვენ ხო გვეიმედება რომ ბიზნესმენებმა შემოქმედონ და რაღაცნაირად გვერდზე დაგვიდგა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მთელი ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური ის აგებული არის მაგაზე ხო თავისუფლებას, მათ შორის ბიზნესის თავისუფლებას და დასახადების დაწევაზე. ამ დროს აი უყურებ როგორ იქცევიან აი ესეთ მომენტში ბიზნესმენები და აი ჯერ არც კი წამიკითხავს, აი ვკითხულობ იმას რომ ვიღაცამ რაღაცა ისეთი რამე დაწვეს, რაღაც შეეწინააღმდეგოს რა თქო რომ რა ხდება კაცო, რა შუაში ხო რაღაც არის რა ხდება, რა შუაში კაცო ჩემს სახში რაღაცას ვყიდი, მე ვისი რა საქმეა რამდენად ვყიდი. ხო და იქ ვინც დადო იქ ხო რომ გამოვიდნენ დღეს იყო ეს სამთავრ შეხვედრა რა რომ გამოვიდნენ რამდენიმე კომენტარია რომ ეს შესაძლებელია ფასების დაწევა და ნუ ეს მე გაზიარებული აქვს პალიტას და ეხლა ხალხი მომენტ ხო უნდა თქვას ხალხმა რომ აი რა კაი რაღაცა ხდება შენ უნდა ნახო იქ ხალხის რეაქცია თქვენო დასალპობები ხართ ციხეშიო ანუ საბოლოო ჯამში ამ ხალხ მე პოსტი დავწერე წეღან მაგაზე რა ფაქტიურად ხელი მოაწერეს თვითონ ჩვენება მიცეს რა რომ შესაძლებელი რას ნიშნავს იგი შესაძლებელი იყო არ შვებოდეს ყრიფავდი ხალხს და ხალხმა რაღაც სწორად დააკონვერტირა ეგა ესეთი რეაქცია და პირდაპირ იგი განათემასა გადაწევა ვინ რას ქვია ფასები დააწევა ციხეში ყველა ციხეში ხალხი წეს არ უნდა გეპადოს სწორი რეაქცია გესმის არ შეიძლება
ნუ თუ ერთს არ იყო ისე რომ დაჯექი და მოყევი რომ გეგმა მაქვს 10 წლიანი სტრატეგიული გეგმა ვანვითარებ ჩემ ბიზნესს უნდა გავშალო ქსელი ეს ამაკ ის ამაკ იქით ფასებთან რა კავშირია ბიზნეს რა კავშირი აქვს ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი ფასებზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ფასებზე ინფლაციაზე რა შუაშია მე რა შუა წადით რა კი ბატონო იქით მიუტრიალდი 3% განაკვეთებს გახედე რა მიდი რა მიხედე იმას მიუტრიალდი მთავრობას და უთხარი კაცო გადასახადები დაწიე რიგით განთავისუფლე რეგულაციები მოხსენი შეასრულე ფასები რატო იმატებს რა თვითონ გადაიმასებერტებინათ ეროვნულ ბანკში და გიხედი მათ რატო ბეჭდავენ ფულს ვინ არის პასუხისმგებელი ფასებზე ინფლაციაზე ეროვნული ბანკი რა გინდათ ბატონო მიბძანით გამოართვით საბუთე ამოიღეთ სუსმა ამოიღოთ საბუთები ეროვნული ბანკიდან თვითონ იბრალებენ იბრალი შეიძლება იყოს საქმე იმაშია რომ ხალხს უხსნიან რომ ინფლაცია არაფერ შუაშია აქ არის ეს ბოროტი ბიზნესმენები მარტო მოგებაზე რომ არიან და ამათმა შეიტანეს ეს სიბოროტე ეს შეიტანა ყველამ ეს სიბოროტე შეიტანა სინამდვილეში რა ვიცი თუ მეყიდება ისაო ბევრი მაღაზიები არისო და ფასები გავარდნილიაო და თუ რაღაც ხომ დააკავშირო რაღაც ერთმანეთთან საჩინგაჩუკიო რანაირად თუ ხუთი მაღაზია კარტელური შეთანხმებები არის კაცო რა ის კარტელური შევადა იმას გალტეტაგაც ქონდა ანალიზი გაკეთებული ჯერ ქსელური მარკეტებს უკავიათ ბაზრის ჯერ 60%-ს არ არიან მისულები ანუ ბევრი მაღაზიებია გესმის პატარები ის საუბნო ისეთი ასეთი გეშენქერი და რა კარტელური რამდენი კაცი გაურიგდა ბიჭო ერთმანეთს რა სისულელია და ამას ვიღაცები ამ წერენ აპრავებენ გაიგენ ნუ აი შეიძლება გაგიჟდე რა მათ შორის ვიღაცა ვითომ ეკონომისტები ვითომ ფინანსისტები ვითომ ესე და ვითომ აი ეს ხდება რა და მივედით ესე გოსპლანთან ხო და თუ მასე რო იყოს რომ ბევრი რაღაც მეტი მაღაზია მიცუდია უნდა იყოს ნაკლები მაშინ ავიყვანოთ უმაღლეს ხარისხს და მოდი ერთი უნივერსამი გავაკეთოთ ნოქარი დავაყენოთ ხო დავაყენოთ ნოქარი გამოცდილება რა გვაქვს თუ ხო კი ბატონო ხო და გამოცდილება გვაქვს როგორ არა გვაქვს ასე აგერ ყველაზე ჩემპიონი ფასების რეგულირებაში იყო საბჭოთა კავშირი ცხადია გოსპლანი და რაც გაგზელდა იმით რომ ცარიელი დახლები იყო და მე დაიშალა ქვეყანა თუ მართლა გონია ვინმე თბილისის მიტინგებმა დაშალა საბჭოთა კავშირი გონიათ ხო საბჭოთა კავშირი დაშალა იმ ფასების რეგულაციამ და მეტმა არაფერმა ხო და რავი მაგამდე მივალთ მაშინ რომ ერთი უნივერსამი გვექნება რაღაც ვაჭრობის მინისტრი გვეყურება ვიღაც და მიხედავს რა საჭიროა საერთოდ კერძო მაღაზიები მიხედავს სახელმწიფო ყველაფერს იყოს დიდი სახელმწიფო მაღაზია მე რიგები რომ არ იყოს მოდი ტალონები დავარიგოთ და რაღაც აბონემენტები მივცეთ ხალხს რომ რა ვიცი კენტ რიცხვებში ამუბანს შეუძლია სიარული ლუც რიცხვებში ბევრი რაღაც მოფიქრება შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც მოფიქრება შეიძლება იმიტომ რომ ეხლა რომ თავისუფლად არის მიშვებული ეს მაღაზიები რაღაც ბევრი სიგიჟეები ხდება აი მაგალითად ზამთარში ყიდიან ნაყინს რა თქმა უნდა ზამთარში ნაყინი ყველა არის ჩართული ვიყოთ ეფექტიანები ხო მაცვირებია ჩართული ელექტროენერგია იხარჯება ეს აძვირებს აგერ კარაქს რომელიც საჭირო ზამთარში ელექტროენერგიის ფასი განაწილდა კარაქზე რა შუაშია კარაქ რა შუაშია მო დავანებოთ არა კარაქ საჭიროა მაცივე ხეთ შენ უღრევ კარაქ შოკოლადი ასე კი მაგრამ უფრო მეტი კარაქი იყოს კაცო უფრო მეტი კარაქი ეს ელექტროენერგია პურზე ნაწილდება ყველაფერზე ნაწილდება და რა საჭიროა ზამთარში ნაყინი ხო რაღაც სიგიჟია და მე უბრალოდ ის მიგვირს რომ აი ამდენი კომპანიები ბიზნესმენები ამას საკუთარ თავზე იბრალებენ და არავის ის გამბედაობა არ იყო რომ ეთქვა რომ ჩვენ რა შუაში ვართო და რის გამოც იზრდება ფასები მათმა მაინც ხო იციან და რო ეთქვა პირდაპირ რომ აი ამის გამო იზრდება და რავი თქვენ და დიდი პატივისცემის მიუხედავად თქვენი ამ თამაში თავრობა გამოვა აგერ შენ აგერ მე მაგარი ეფექტიანი არ ერთ კვირაში მოაყომარეს ეს მის როდი შეიქმნა კომისია ორჯერ შეიკრიბა და დავტოვ გამოვიდა ბიზნესში უნდა დავწევთ ფასები დავტოვებული ამბავი რა გინ არ არის ეფექტიანი წულეკენის კომისიის გამო ხალხი ციხეში შეაჯინეს და ეხლა ამ კომისიის გამოსაც რო არ შეაჯინო რა თქმა უნდა ძალიან მაგარი კომისიები აქვს აი ძალიან ყველა ეფექტიანია ყველა შედეგს დებს ხო მე ტროიკები იქნება ცოტა ხანში და რავი ხო და უბრალოდ აი შეიძლება რაღაცა ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს რაღაცნაირად ეშინია ხელისუფლებას დაუპირისპირდეს მაგრამ ამდენი ხო არიან კომპანიები არიან დიდი ზოგიერთი რაღაცა ისეთი უცხოურიდან მაგალითად ხო და უბრალოდ აი დაორგანიზება რო შეეძლოს ამ ადამიანებს ან მართლა ხო ამათ ხო ჭირდებათ რომ ამისთვის ხო ჭირდებათ რომ ვიღაცა პარტიებს აფინანსებდნენ და მას რა ქვია პოლიტიკოსებს აფინანსებდნენ ვიც მე ესე რომ მიადგება ხელისუფლება ფასები დაწითო ვიღაცა დაიცავს და აი უბრალოდ ამას რო არ შვებიან ну ალბათ იმიტომ რომ შეთანხმებულები არიან მაინც ხელისუფლებასთან და ну მაინც რაღაცნაირად ეს გარემო ურჩევნიათ ეშინიათ რაღაცას კიდე უარესი შეიძლება გაგვიკეთონ ვიდრე რაღაცა კარაქს 10 თეთრი დავაკლოთო პირობითად მაგრამ ну აი რამდენხანს მაგვითარება შეცკი მე ისეთ რა მინდა იცი ბიჭო აი ხო რაღაცნაირად არ ვიცი რა ბიზნესმენი ქვია ეს ქვია აი გამოდით და თქვი რომ ну გადავხედავთ
ჩვენ გათვლილი გვაქვს რაღაცა, გესმის, ესე მოძრავთ. ეს ხო არ არის კაცო, ის ხო არ არის რაღაცა კანტორა, ხო არ არის, ამხელა ბიზნესია, ხო? ქსელს ვაფართოვებ, ისა გათვლილი, მაგრამ ფასები ხო აირიდან არ მოსულა კაცო. იქ რისკებია ჩადებული, საპროცენტო განაკვეთებია ჩადებული, ქსელის განვითარება, კაპექსი, ისა და ესე მარტივად ვერ გადავწყვიტავთ. არ ვიცი, უნდა დავждეთ, მოვიფიქრო და რა შესაძლებელია ესე რომ დაწვერო, სულ ამცირებთ ფასებს, რა უბედურება. ეგრე უნდა გამოხვიდოთ თქვენ გიჟები ხო არ ახართ, რა ფასები, რა თქვენი საქმეა ჩემი ფასები, საქმის მიხედვით კაცო. საქმის მიხედვით თავი დაანებეთ მაღაზიებს. და მე ხალხ ბიჭო, მე ხალხის რეაქცია რო კითხო და ხო ხვდები რომ ხალხს ეს უხარია რა. ერთი მაგალითი არ არსებობს სოფლიოში ფასების მთავრობის მიერ რეგულაციამ რაიმე კარგი მოიტანა. ერთი მაგალითი და ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, აი ნახავთ რამდენით იქნება გაძლიერებული ფასები. მე ჭვი მაქვს არაფერი არ მოხდება ეგეთი. დრამატული არაფერი. არა, სხვა რამეს გქონდა ეხა ფასები რა დრამატულად არ შემცირდება კაცო. ია თქვილს დაწყდება შაქარს და არა რაღაცა და ის ჩაიწერება რომ ეს ეხა იმას რა ქვია, რა ვიცი, გასტრონომი რო არის მაღაზია ხა იმის ფასებს რა იშველება რაც არ უნდა დააკლოს, მაინც ძვირი იქნება, ხო? ისე ვთქვა და ამიტომ რაღაცას დააკდება, ხალხი იტყვის, ოკეი, თქვილს დააკდა იმას მაგის გათვალისწინებით ერთი წლის შემდეგ მაინც გაძვირებული იქნება ფასები დღევანდელ. ხო, მაგრამ ვის ეხსოვნება ერთი წლის მერე, კაი გიორგი, ვის ეხსოვნება ერთი წლის მერე? რა ვიცი, მაშინ ერთი დღით უცხო. მაგრამ ის ხალხი კიდე, ის ხალხი რო უხარიათ ეს რა, რო აი ხო უნდა წარმოადგენინო, რომ აი ეს თუ ესე, რა ვიცი, აკონტროლებს, რა ვიცი, მაღაზია, მაგრამ რა ვიცი, შენ რომ მოგინდეს მობილური ტელეფონის გაყიდვა და რო გინდა დადო განცხადება რა და დაგირეკოს სუსისგან და ჯიგარო ეს რო დადე შენ მობილური ტელეფონი 500 ლარად როგორ ჩვენ პრეის კურანტი გვაქვს 400 ლარზე მეტად ვერ მოეწონება აი ხო ტარს უკრავს და გულს რო იფხავს თავის სახლი რო გასაყიდი ექნება და ფინგანი რო დაუწესებს სახლის ფას მოეწონება და ხალხს ხო ესე უნდა ელაპარო ხო უნდა აუხსნა რასთან აგაკ საქმე ეგ არის გოსპლანი ქართული კარტოფილი რო თურქულზე ძვირია და უფრო მეტად გაიეფება რო დაგევალება რო იქამდე ჩახვიდე რა მაგაზე რა სიტყვიან ხო, ну თუნდაც დიღმის პამიდორი. უფრო მეტი სუბსიდიებს მოითხოვენ. ხო, დიღმის პამიდორი, რომელიც სუძვირი არის თურქულზე. ხალხს კიდე იქეთ ბიზნესმენებს გადაკიდებენ, ისინი გახდება ცუდი ხალხი. არა და ბიჭო, ხო რაღაცნაირად აი წდება გული, რომ აი ამდენი ხანია ხო მომენტ, რა ვიცი, 90-იან წლების კავს 3 აწლეული გავიდა რა. რაღაცა ხო ნახა ამ ხალხმა, რაღაცა ხო წაიკითხა, რაღაცა ხო გაიგო. ელემენტარულად აი სადღაც ხო მოკრა ყურე ფასი მოთხოვნა მიწოდება. არის ეს ღე შენ ჭიქას თუ მაძლე მე ამ ჭიქას მაძლე 500 ლარად მე ხო არ ვიყიდი. რა თუ უნდა მაგას რაც გინდა დაადე. არ ვიყიდი. მაგრამ თუ დაადე პორლას ვიყიდი. დამთავრებული ამბავია რა სუსი რა სახელმწიფო რა მთავრობა. რა სისულელია. რა სუსი რო იძიებს თან ყველაზე სასაცილოა ის საერთოდ რა შუაშია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშინელებაა. თან როგორია სუსიდან რო გირეკავენ ფასებს და შეიძლება ეგ არის გესმის უნდა დაანახვა ეს უნდა დაანახო რომ ეს თუ ესე გაატარე და შენ ახლა მოგწონს ესა რომ რა წიწიბურა გაიაფდება ხვალ მოვა დღე როცა შენი მობილურს ვეღარ გაყიდი შენთვის სასურველ ფასად იმიტომ დაგირეგულირებენ კი ანდაი მართლა მეცინება სუსის ხრიდან ამის გამოძიებაზე აი ვისი და სუსის საქმე ნამდვილად არის საბოლოოდ მე მაინც ვგონია რომ რაღაც ეს ხო იცი როგორც ხდება რა კლევაში ამოვიდა ხალხის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი ხო იმიტომ რომ ბევრი წერდა რა პოსტებს რომ ეს აი ევროპაში აღარ არის ესეთი ფასები აქ რო არის და აი და ხო დადიან და ხო მაგრამ ვენაში შეიძლება ხო ხორცი ნაკლებად ნახო მაგრამ ვიდრე აქ მაგრამ ნუ ესე თემაა რა ეგ იმიტომ არა რომ ვენაში ფასებს რეგულირებს მთავრობა ეგ სწორედ იმიტომ რომ ნაკლებად ერევა ვენაში მთავრობა ფასებში და მაგიტოა ეგ და არა იმიტომ რომ აი რაღაცა იმაზე ეგეც მე მგონი ადრე დავპოსტე ეგა რომ რა ვიცი შვეიცარიაში ის ნახე ხო იცი რამდენია სამხალიფო კადათა შვეიცარიაში ღირებულებით რა არის სომალიში ან იმაში რა ქვია ნიგერიაში ხო გამოდის სამჯერ თუ 4ჯერ ძვირი არის სამხალიფო შვეიცარიაში რომელი შვეიცარია გინახე ახლა რომ ჭუნავდეს ფასებზე და ის დაბალი ფასები იმაში რა ქვია სენეგალში ხო ცხადია რომ არ მოწონთ იქ ხალხს და რა გირჩევნია შენ საითკენ მივდივართ სენეგალისკენ თუ შვეიცარიისკენ თან ფასების მე მგონი ბელარუსის გავლით სადღაც მაგეთ რაღაცის ფასი ცალკე ხო არ არის პრობლემა ან თუ ადამიანი დიდარია და შემოსავალი აქვს და იმისთვის რაც აკეთებენ რომ ადამიანები გამდიდნენ ხო არაფერს არ აკეთებენ ამისთვის ანუ რავია კონონა მიხვდე რომ სახელმწიფოს აწყობს რომ მოგცეს შენ 300 ლარი გაჭუქოს და იმ 300 ლარად გაიტანო ცხოვრება იმას ვაფშე არ უნდა შენ გამდიდრება თორე რას ალაპარაკო ფასები შენ გამდიდრება ვინმე ოპოზიციონერებისგან თუ გინახიათ ნორმალური კრიტიკა ამ სიტუაციის არა არც ერთ არც ავერს გაბედავენ ვერ გაბედავენ
ვერ გაბედავენ. აქეთ შემოუტრიალებს ფასოსი ისეთ რაღაცები ლაპარაკეს, რომ ქოცებით ხო, ამათ აბრალიან. ოპოზიცია ფასები ისეკლებას ებრძვისო. პირიქით მე და შენ საკრებულოში დავესწარით როგორ ითხოვდა ოპოზიცია სახელმწიფო აფთიაქების მუნიციპალური აფთიაქები გავხსნათო. ეს კალაძესაც დაუკვირდა. კალაძე ედგა და მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ, კალაძე ნახოთო რა ჩვენ დასაქმელიაო, ჩვენ გავაკეთოთ. კალაძე გავაგნა. ეგ ვის ინიციატივა იყო? აი მისი ქარდავასი, ხო? არა, მისი ლელო საკრებულოში ალტინფო ქარდავა, ხო, კი, გიორგის. ასო მაგალითად ლელოს ინიციატივა იყო უფასოდ ვაჭამოთო ხალხს. ხო, ლელო სკოლებში ჭამა, აქეთ ეს მუნიციპალური აფთიაქები, ხო, აზეხარე როგორი საკითხი. კოცები ერთი გიჟას აკეთებენ და ოპოზიციას რო შეყეტარ, სიაჩეს რო უარესთავაზობენ. მე ანუ შედეგობრივად მე კოცების მეტი იმედი მაქვს, რომ ეს მაინც პოპულიზმი მგონია და რა ვიცი, ჩაივლის ეს და ორ თვეში დაავიწყდება ყველაფერი ფასები, იგივე იქნება აფერი არ შეიძლება. და იმათ გულით უნდათ აფთიაქების გახსნა. იმათ მართლა აფთიაქი. მართლა რაღაცა კვლევა ჩატარებული იქნება. ვის ხარჯზე აკეთებ ამას? ხო უნდა გიპასუხოს. კი. ძალიან ისეთი უიმედო სიტუაცია. ხანდა საიტას არ უნდა გაიხედო. აფთიაქები კი არა მე არა ადეკვატურობა შორის არის არჩევანი. თარხან მოურავთან ვარ რაღაც ნასაუბრები რა თემაზე და აი რაღაც დაჯერებულად მიმტკიცებდა რომ საწვავი, ბენზინი, დიზელი, ეს ყველაფერი მარტო სახელმწიფო უნდა შემოიტანოს და გაიყიდოს ქვეყანაში. აი დარწმუნებულია კაცი ამაში, რომ მარტო სახელმწიფოს აკეთებელია ეგ. ხო და რაიმე ტექნოლოგიურად შენ გააკეთე რამე. ციციბურამ რა დააშავა? ციციბურამ რა დააშავა? არა, ის ნავთობი და აი რაღაცებს შეგიძლია ტელეფონები გააკეთო, რაღაც ტექნოლოგიური ბიზნესი გააკეთე შენო და აი საწვავი უნდა სახელმწიფოს შემოიტანოს და მე ვფიქრობ, შაქარი, ქვილი, ციციბურა ეს უნდა იყიდოს სახელმწიფო. არა და იქნება არაფერი. ყველაფერი დაში გაქრება. მშვენიერი სიტუაცია იყო ადამიანებს თვითონ შეეძლოთ აზერბაიჯანში შადიოდნენ და რა მანქანით ჩამოგვენდათ საწვავიდან, ნაცები რომ მოვიდნენ, ნელა ჩაკეტეს ეს ამბავი თორე ვიღაცას იაფადად შეეძლო უფრო შემოტანა და მართლა რა პრობლემაა რომ ადამიანი გადავიდეს და თუ შეუძლია თვითონ ჩამოიტანოს და ამის საწინააღმდეგო რა რაციონალური არგუმენტი არსებობს რომ აი საუკრძალო ადამიანის არგუმენტი არსებობს ის რომ ყოველ litrში რა ვიცი 50% აქციზია მინიმუმ. და ამას ვაკეთებენ კოცები ხო წარმოგიდე რამხელა კარდ ბლანში აქვს გესმის ყველაფერი გაზდიდო ყველაფერი გაზდიდ ეხლა ალბათ შემდეგი ის იქნება დიდი ალბათობით საპროცენტო განაკვეთების ბანკი ისეგეც აწუხებს ხალხს შემდეგი შეხვედრის მონაწილეებიც ვიცი ჩვენთან პრობლემა კიდე იმაშია რომ აი ადამიანებს არა აქვთ ბიზნეს-მეგობრული კავშირი გადასახადებთან და თავიანთ ფულთან რა. ყველას გონია რომ გადასახადებს იხდიან მდიდარი ადამიანები, ვიღაც დამსაქმებლები, გამყიდველები, მაღაზიის პატრონები და ასე შემდეგ. ყველას ეცეთა ბეჭდება რომ გადასახადებს ეგენი არ იხდიან გესმის და აი ეს არის რაღაცნაირად გასაგები და მისახვედი რომ ბოლო-ბოლო ნებისმიერ გადასახადს საბოლოო მომხმარებელი იხდის. არავინ სხვა ის რომ დასაქმებელი შენ მაგივრად იხდის შენ ხელფასზე დაწესებულ გადასახადს ეს იმას ნიშნავს შენ აკეთებ ხელფასს იღებ ჯიბეში. ხო და რა ვიცი იმ დღეს ველაპარაკებოდით კიდე მეგობრებს რა აი ეს წესი მაინც რომ შემოგვაღებინა რომ დაუშვათ მაღაზიის ჩეკებზე იყოს აუცილებელი გაშიფრვა ღირებულების რომ ადამიანმა დაინახოს რომ პური რო იყიდა იქიდან 20% დეგეგია რაღაც 15% აქციზია ის არის და 10 იმას არ გააკეთებენ რომ ხელფასიდან შენ გადაიხადოს ხო და ხელფასიც მე მოდი მე მთლიანად მიცემ ადამიანს კაცო ემან თვითონ მე შეავსებდეს და წამდის გადაიხადოს მიხედოს უნდა გადაიხადოს უნდა არ გადაიხადოს მაგისტას თვითონ ხონდეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან მე დამანებოს თავი ხო მაგრამ მაგიტომ მაინტერესებულად აქვს ლექციასავით იქნება ადამიანებს რო დაანახო რომ ხო და აი ეს არის მთელი პრობლემა რომ ტყუილში ვცხოვრობთ ერთმანეთს ვატყუებთ ერთნი ატყუებენ ერთმანეთს მეორეები იტყუებენ თავს და მე გამოდის რომ რა ვიცი წარმოგიდგენთ 5000 ლარი რომ მიცა ხელფასს და წოდიდა 1000 ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში ხო წარმოგიდგენია კი ბატონო და სერიოზულად აშლილობას დაიქნება მე ხო მართლა გულით დაიძახებს რომ ჩემ ფულს ნუხარჯავო ხო ეხლა კი იძახიან ჩემ ფულს ნუხარჯავო მაგრამ რაღაცნაირად თან ხვდება რომ თავისი არ არის იმიტომ რომ თავისი ფული ხო ის არის რაც ხელში აიღო გესმის შენ ხო და იმას ვიღაცის ფული აქვს გიორგის ფული აქვს დავითის ფული აქვს ვიღაც ბიზნესმენის ფული აქვს და იმათი დედაცვა დამქირავებელი ხო რომელიც ბევრ ფულს აკეთებს ბიზნესი ბევრ ფულს ახია მაგაზე ახია უფრო მეტი უნდა გადაიხადო ახია მაგაზე იქიდან გაჭირებულებს დაეხმარება მე იქიდან ცუდი დამსაქმებელი ბოროტი ბიზნესმენი რომელიც ბევრ ფულს აკეთებს და რა ცოტა სუხდის აი გადაიხადოს დაიბეგროს და მე დაეხმაროს თავრობა გაჭირებულებს აუ გონი ნელა შეგვიძლია დავამშვიდობოთ იმიტომ რომ ძალიან ჭედავს ლაივიო
მოგვიწერენ. უბრალოდ ვერ ვიყურებს ვებზია ესეთ თემებზე ლაპარაკობ. ჩაწერილი გადაცემა გამოგვივიდა და თუ ჩაიწერეს მაინც გადაცემა ხალხმა რომ ჩაწერილი მაინც გაუშვათ. აი არ ვიცი მედია სადმე კაი ხარისხით გადიოდა თორე ლაივზეც დაგვაკვდა აი ჩემანაც გაჭედა. ასე გვერდზია. მოდი ვიღაც რეკავს და უყურებთ მე. არა მგონი ვერ გავქაჩი. ალო? ალო გამარჯობა. გამარჯობა. გიორგი ლევან და არის მის თქვენი ხმა გაიმეორეთ? არა, ყველას გამარჯობა, ეგეთი კითხვა აქვს. გამარჯობა. გისმენთ. ქართულთან დაკავშირებით. აეროპორტის პარკინგში 3 ლარი და წელიწადში 7 ლარი. ეხლა სახალხო იყო 5 და ეგრევე 7 განხარდეს. ხომ არ დავაჭროთ სისტემა, რომელიც კონტაქტური პროცესი გავაჭალო ტაქსის 3 ლარი გავაკეთეთ აეროპორტის პარკინგში და ეს იქნება ინდიკაცია. ამ ხელისუფლებას აქვს რამე. გაიგეთ რამე. კი მე გავიგე. თუ არა მას დამოსწრებს მართლა პანტომი პარტაკს. კარგით, ძალიან სულაც მოვა თქვენი ხმა, მაგრამ მე მგონი დავითმა მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი და გიპასუხებთ ტელევიზორში. მადლობა. ხო, საქმე შეეხება რას? ის სხვათაშორის მაშინ პირველად გაიჟღერა რაღაც ფასებისი, მაგრამ რაღაც აეროპორტში ვიყავი რა. მიფრინავდი და გადავიღე იმს დანკიში ვიყიდე ყავა და რაღაცა და ბორჯომი ღირდა 7 ლარი. ის 9 ლიტრიანი ბორჯომი, ის კოკა-კოლა ღირდა 15 ლარი, რაღაც ეგეთი ფასები იყო. ისე დავსქრიან და ეგეს დავდე რა მაშინ გავაზერე და ეხლა ბატონი კითხულობდა რომ აეროპორტში პარკინგი გაძვირდა რა. ნუ საკმაოდ რაღაც 3 ლარი ღირდა 7 ლარი გახდა საათ რაღაც ეგეთი და მაგას იძახდა რომ მოდი ეხლა აი ეს ხო ის არისო ეხლა ხალხს მომხდარი ამბავიაო და მოდი აბაო ამას მივაწვეთო და თუ გამოვიდაო და დავაწევინე სავლარაბდო გამოდის რომ სახელმწიფო მართლა ქმედითი არისო და მან აი დარწმუნებული პასუხი ცალსახაა რა ჯესეთი თავთან ეხლა გააფორმეს ახალი ხელშეკრულება 5 წლიანი და იქ ზოგადად ალბათ მიღებულია ეგრე იქ არ უნდა ჩაერიო ფასებში და აერო და გეტყვი რომ კაცო აეროპორტში ხო დადიხარ თქვენ სხვა ქვეყნების აეროპორტში ხო ყველგან ესეთი სიტუაცია ნუ ფაქტია რომ ყველგან კოკა-კოლა უფრო ძვირი აეროპორტში ვიდრე ქალაქში და ეხლა მაგას მარჟებზე ხო ვერ დავიწყებთ ეხლა რაღაცას ვერ დავადგენთ მარჟებზე ამით დამთავრდება ეს ამბავი მანქანა თუ ყავს უცხოეთში თუ ვიდიხარ ფულის გაქცეს რაზე წუწუნებ ხო თუ დაფრინავ შენ ევროპაში რამდენი პროცენტს ადარდებს შენი ქვეყნის მაცხოვრებლების აეროპორტები ნუ რა შეიძლება ბევრი დაფრინავ შეიძლება ბევრი დაფრინავ ნატურალური ციფრები რო ავიღოთ რა ვიცი 5-10% მაქსიმუმ ადამიანები შეიძლება დაფრინავდეს კი და ეგ იქნება არგუმენტი გიორგი ეგ იქნება ხელისუფლების არგუმენტი მათ შორის ამას რატო ვერ გააკეთებს რა ხო რავი ადრე იტყოდნენ რომ ჩვენ კერძო ბიზნესის საქმეში ვერ ვერევითო და სინამდვილეში ახლა ეგრეც არის მე არც აეროპორტის დარეგულირების მომხრე ვარ არც რა ვიცი მაღაზიებზე პირიქით მქონდეს ისეთი მან კითხვა მე სულ სხვა რამე მასში მაქვს რომ რატო არა გვაქვს ბევრი აეროპორტი ეს უნდა მეთქვა მაგათ თავრობის მონოპოლი თავრობამ იცავი მათაც მონოპოლია და ხო კი ბატონო რატო რა გვაქვს ბევრი აეროპორტი გქონდეს ბევრი აეროპორტები თავისუფალი ცის პრინციპი გქონდეს სადაც იაფი იქნება იქ წავალ თავისუფალი ცის პრინციპი გქონდეს რომ მე შემეძლოს რა ვიცი ავიაკომპანიას ადვილად დარეგისტრირება თვითმფრინავების შემოყვანა ფრენა მე უცხოური რეგისტრაციის თვითმფრინავებით ფრენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგ მილიონი კანონები აქვს გაკეთებული რომ დაკეტილი იყოს ბაზარი და ტავმა თვითონ დააწესოს ქუთაისის აეროპორტის სახელმწიფოს ქუთაისის აეროპორტის სახელმწიფო ხო აი ეგარი რა აი ყველაფერი კი ბატონო ჩემო ეგრეა სამწუხაროდ ეგრეა არა მოდი აი პატარა რეზუმეს ვეთქვი აეროპორტში იმიტომ არის ეგეთი ფასები რომ სახელმწიფო მართავს როგორ მისცეს აეროპორტი ვის მისცეს აეროპორტი და როგორ ესე იგი იმით წესებით ამუშავოს სახელმწიფო რო არ ერეოდეს მაგ საქმეში მანაც ხონად იქნებოდა სიტუაცია ხო სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე ვქნათ მაგრამ დარწმუნებული რომ მაგას შეგიძლიათ ვერ გამოიხეს თუ რამე არ გვაქვს კიდე დავამშვიდობოთ ან კიდე წერენ რომ პრობლემა არის ლაივის ჭედავს მაგრამ ვინც ტელევიზორში გვიყურებთ არ გადართოთ იმიტომ რომ ამ ლაივის მერე ეთერში გავა ერთ ზარცას უპასუხოთ და დავასრულოთ მაშინ კარგი გისმენთ გამარჯობა პირდაპირ ეთერში გირეკავთ ხო კი ბატონო საღამოშვიდობის საღამოშვიდობისა ძალიან ხო ყურადღებით მოვისურვა დუდი ექსპერტები ვიდა რომ მოგმართოთ სამთავრობო წეთაგას მიუხედავად იმისა რომ პირადად არ გიცნობ მაგრამ დიაგოსაც ვიცნობ სანდროსაც ვიცნობ ვახოსაც ვიცნობ ჰერმანსაც ვიცნობ და აგაშენად მეყვა ყველა და აი ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და სიცოცხლის საკითხია შეიძლება ითქვას ჩემთვის ხვალ ვაპირებ
ხვალ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაჯდომას და სასიკვდილო შიმშილობის გამოცხადებას და რატომ აგიხსნით ეხლა? აბა გისმენთ. მოკლედ არის ასეთი სიტუაცია. თქვენ სამიდან მე მგონი ორი ბრძანდებით საკრებულოს დეპუტატი ხომ აქია? კი ბატონო. და ძალიან კარგად გეცოდინებათ რა ხდება თბილისში ამ ვიდეო ჯარიმებზე და რამე. ანუ მანქანა ჯერ ვერ გამიჩერებია ისე რომ 50 ლარიანი ჯარიმა არ მოვიტანო 4 თვის ვარჩენ მედიტ შეშევომდირი მაგრამ კიდევ მინდა გითხრათ რომ ამას დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს მაგრამ დაფუძნებიდან ვარ ქართული ოცნების პარტიის წევრი ორი გზის ყრილობის დელეგატი ზონის უფროსი უბნის უფროსი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ყველაფერი მოკლედ რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს მართლმადიდებლის პარტიისთვის ყველაფერი მაქვს ნაკეთები თქვენდამე უნივერსიტეტებისებით ვარ გასწავლული ვხედავ რომ საღიაზრდების ადამიანები ვტარდებით და არ მიესალმებით მაინდამაინც სუსის შესვლას დაუშვათ სუპერმარკეტებში და რაც არის საჭირო ამაზე მაგრამ ჩემი პრობლემა რაში მდგომარეობს გუშინ საღამოს ჩემი სახლის კარებთან ვაყენებ მანქანას წელწადად გამოდივარ და ხდება დამტრეულს ნუ აპენულის გამო და რაღაცა ვერ პოულობ ის ვინც არის საპატრულო ეკიპაჟით გამოვიძახე პოლიციასაც მივმართე აიო თუ მივაგენითო ხო კარგია თუ არა არაფერიო მე ამით 4 თვის ვარჩენ ბატონო მათ შორის ერთ შიშილობილს რომელიც 40 დამოკიდებული არის და 80 ლარის თამაში უნდა მოვიტანო ყოველდღურად სახში თუ არა ჩემი შვილი ცუდად გახდება გამიგეთ რაშია საქმე და ვაპირებ ხვალ მივიდე და დავწე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დავიწყო სასიკვდილო შიმშილობა ან იპოვონ და გადაახტევინონ იმას იმ მანქანის საფასური ან არა და მაგენ და თვითონ ხომ ახტევიებენ იმას რა მანქანა თუ დავაკეთე კურიერად მუშაობ ვაკეში ერთი შესვლა 100 ლარს თუ იხებ თუ 50 ლარს მინიმუმ ტოვებ ჯარიმაში ხო და ვიხდი ამ ჯარიმას თუ არა და თვითონ გამიგეთონ მაშინ ეს მანქანა თუ ეპოულობენ აბა ხებას რა შეიძლება ექსპერიმენტები ბოლო აბა პოდიში არ გამოთქვაზე და რა მინდა იცით უბრალოდ მინდა რომ საქმის კურსი ჩაგაკეთოთ ამაზე გუში მიაგოსყოთ და ძალიან კარგი ესა გაზიარებული რაბია გერმანიის შემდეგ ჩეხეთმაც დაუშვა ამის და თუ მოვწერ ექსერბანებს მაგბანებსაც დავაფრიალებ იქ თქვენ აქციაზე გამყოფი ვარ ხდებით ალბათ რა ის დაგელაპარაკებით იმაზე რომ ბალახის ბოთლებზე ადამიანი რომ არ უნდა დაიჭიროთ მე ამ აზრის ვარ და მე ამ აზრში ვეთანხმები არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არამედ ბერას რომელმაც ლეგალიზი ვღერა კარგი გასაგებია კი პასუხეთ გასაგებია და თუ შეიძლება მიპასუხეთ ამაზე და როგორ მოვიქცე ორი საკრებულოს დეპუტატი მგზავრდებით ბატონებო მანქანა დამიმტკიე ჩემი სახლის კარები წინ გაიქცნენ და პოლიცია არ აკეთებს არაფერს თუ შეიძლება მიპასუხეთ ამაზე მადლობა ხო რა ვიცი პირველი მე გირჩევდით რომ რა ვიცი ჯანმრთელობას უნდა იზიანებთ შიმშილით და ასე შემდეგ ნაკლებად მცნობიერია სისტემა ეგეთ რაღაცეებზე ვეცადოთ რომ რაღაცნაირად სხვა გამოსავალი ნახოთ რაღაც დრომიცეთ საჩივარი დაწეროთ რაღაცა ნუ ცოტა იმედი მაქვს ამ სისტემის სინამდვილეში მაგრამ რა ვიცი შიმშილობა უკიდურესი რამ არის და რა მე გირჩევდით რომ ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას რაც შეეხება პარკირებებს და ამ არაადამიანურ მიდგომას საერთოდ ავტომობილისტებთან და ასე შემდეგ ჩვენ სულ საუბრობთ ამაზე რომ მთელი ქალაქის მთავრობის პოლიტიკა არის რომ ებრძოლონ ავტომობილისტებს სინამდვილეში და არაფერს არ აკეთებენ გარდა იმისა რომ უფრო ართულებენ საკითხს აი საკრებულოშიც ჰქონდა ამის პრეტენზია ნუ ნათქვამი მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი გადის ერთ ყურში, შედის ერთ ყურში, გადის მეორე ყურში. პოლიტიკის დონეზეა სხვანაირი ხედვა გესმის? კი, ერთ-ერთი რას ეგნი აკეთებენ, უბრალოდ სავალგზას ავიწროვებენ, პარკირებებს ხაზავენ, ადამიანს აკრობენ პარკირების ადგილებს აკრობენ, რაც ხო. ნაცების დროს ებრძოდნენ იმ სიტი პარკის რაღაც კომპანიას და მის მერე მხოლოდ გაუარესა და 10 ლარი იყო ჯარიმა მაშინ. ხო, გაუარესა და გაზვირდა 5ჯერ 10ჯერ გაიზარდა ჯარიმები და რაღაცნაირად ეს ყველა ეპატია ამ ადამიანებს და სინამდვილეში ყველაზე დიდი დასჯა და რამე ამ მთავრობის არის რომ ოდესმე არჩევნებზე მიდიხართ ეს ყველაფერი მაშინ უნდა გაგახსენდეთ ხალხო და მართლა გააზრებული არჩევანი გააკეთოთ და რაღაც მანამდე მოусმინოთ ადამიანებს ვინც რაც გთავაზობთ ვინ რისთვის იბრძვის და ასე შემდეგ სინამდვილეში ერთადერთი ვინც აი სატრანსპორტო პოლიტიკას მართლა ვაპროტესტებთ ვართ ჩვენ ასე იყო სულ და ეხლა საკრებულოშიც რა ვიცი ყოველ მეორე სთომაზე მაგ საკითხი აწეული გვაქვს და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად
შეთავაზებებიც გვაქვს, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში მრავალსართულიანი პარკირებები, როგორ უნდა განიტვირთოს გზები ასე შემდეგ, მაგრამ იმის გამო რომ ვართ უმცირესობაში, ნაკლებად ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და რიჩაგებიც ძალიან ცოტა გვაქვს, რომ ბერკეტებით ცოტა გვაქვს, რომ ამაზე ვიმოქმედოთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვაკეთებთ. ხო და თქვენ შემთხვევაში, რა ვიცი, რითიც შეგვიძლია დაგეხმაროთ, რა ვიცი, შეგვიძლია რაღაცნაირად მივმართოთ კიდე კითხვით, როგორც დეპუტატებმა შეიძლება თუ რამე გვაქვს აზრი იქნება მაგას, მაგრამ შიმშილობა უკიდურესობაა და რა გიჩვენებული რა არის მე ამ ადამიანის აბსოლუტურად მესმის ზუსტად იგივე გადავხდა მე. მე ხო ზოგადად აი სახელმწიფო მე არ მჭირდება ესე მოძრაობდი სულ რაც ნაკლებად დამჭირდება სახელმწიფო ზუსტად ეგრე წლების წინ დავემართა სადილას ჩამოდივარ ჩემს სახლში გარეთ მიყენია მანქანა და ხედავთ გასმული აქვს კრილო კარებები ისო გასმულია ნუ იმას ვქენი რა დავრეკე მოვიდა და დააფიქსირეს და ვკითხულობ ხა რა ვიცი კამერები ცავსია ის ჩემი უბანი გესმის ხო და რა ვიცი ხო ვიხნე არაფერი აი ვაფშე არაფერი გადის ერთი დღე ორი დღე მე თვითონ იმას ვქენი დამაინტერესა რა რაღაც კამერა ვნახე ის ვნახე რა და ნუ რაღაც დავინახე თეთრი მანქანა დაბურული შუშა დიდი ალბათობით იმის ალბათ მანქანა იქნებოდა რა ხო მე მივხვდი რომ აი ერთხელ რაღაცა დაგჭირდა სახელმწიფოსგან რა აი ეს ხო რაღაც გამოიძიონ ქემაინც გითხრა პასუხი გაგცენ მითხრა ნეგა რომ ის არის რა ორგანოს მანქანაა და რაღაცა ან გაგიკეთე რაღაცა არ მინდა დაჟე გაკეთებას ინფორმაცია მითხარ თუ რა ჯანაბად მინდა გაკეთებინა რაღაცნაირად ხო აი ერთხელ დაგჭირდა და არაფერი ადრე ეგ უკვე 90-იანებში ეგრე ზუსტად რაღაცა ეს იყო რა ქურდობა იყო გადმაცხადე და როგორც შეაფერი არ გაიგია პასუხიც არ მოუბრუნებია კი და თან თუ დაკვირდებით ქალაქში ყველაზე ესე იგი ნაგლად და უნამუსოდ არღვევენ და დადიან ეს დაბურული მანქანები ბასლაინებზე ბასლაინებზე ხო სუსლაინი ქვია უფრო მეტად ხო და რავი მეც გეთანხმები იმაში რომ ანუ ადამიანმა მის გამო ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოს იმიტომ რომ არ არის ეს ხელისუფლება ისეთი რომ რაღაცა გულთან მიიტანოს ეს და აი მე ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს და ეხლა ჩვენ მივხედოთ ამ ადამიანს და რაღაცა გავუკეთოთ ჩემი აზრით ანუ იმაშიც გეთანხმები რომ ანუ მართლა არჩევნებზე უნდა გადაწყდეს ეს ამბავი და ანუ თქვენნაირი ადამიანი კიდევ ბევრი იქნება ძალიან თქვენნაირი ადამიანი ვისაც ეს ჯარიმები აწუხებს და მეც მართლა 10 სანტიმეტრი რო გადაწდეს მას დახაზულს ამის გამო გაჯარიმებენ არაფერს რო საერთოდ ხელს არ უშლი და იქ ადრე რო პარკინგი იყო ჩვეულებრივად და ჩემი აზრით აი თქვენნაირი ადამიანები კიდე თანამოაზრები უნდა იპოვოთ მათ განსაკუთრებით ისეთები ვინც ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და უნდა უთხრათ პირდაპირ რომ აი თქვენ თუ რაღაცა ჯარიმებს არ დაწერთ ამას არ გაუქმებთ იცოდეთ რომ არჩევნების დროს ამორჩევლებს დაკარგავთ და მივცემთ სხვა პარტიას ხმას აგერ გირჩს რომელიც გვირდება რომ ჯარიმებს დააწევს გაუქმებს და ასე შემდეგ და თუ ამას დაინახავენ ამაზე შეიძლება მე რეაქცია გქონდეთ მაგრამ კიდე ერთი რასაც მოიწყვება ხელისუფლება ის არის რომ აი არჩევნების წელი რო იქნება 3 თვით ადრე გამოაცხადებს ან ამნისტიას ან რაღაცა ცოტახანი მოუკლებს იმას აღსრულებას და ჯარიმებს არ გამოწერს ან გამოწერილი ჯარიმების აღსრულებას არ დაიწყოს რაღაც დასაწყისს ხო ესეთ რაღაცას იტყვის აი ეს დაავიწყდება ყველას როგორც ახალ წლებში გვშევოდნენ კიდე ესე ეს დაავიწყდება მე ხალხს და რაღაცა ეტყვის რომ ხელისუფლება რომ აი რაღაცა ჩვენ მოგვეცით ხმა თორე აქეთ რაღაცა ხდება ესეც ისე და უბრალოდ ამ თავის მოტყუების საშუალება არ უნდა მიცეთ და ესეთი თანამოაზრების პოვნა უნდა იპოვოთ ვინც ხელისუფლებას ერთად მიმართავთ და ეტყვით რომ რაღაცა ჯარიმები გაუქმეთ და მან შეამცირეთ და რაღაცა ქენით თორე სხვა შემთხვევაში უბრალოდ თქვენს ჯანმრთელობას დაიზიანებთ და ეს ამ ხელისუფლებას მაგაზე არანაირი რეაგირება არ იქნება და თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა პატრული არ მოდის ან არ იძლევს, რა კიდე ერთხელ გამოიძახეთ პატრული, ლაივი ჩართეთ და ლაივ ვიღაცა ნახავს, გადააშიარებს, ამას გააზიარებს და ნახავს, რომ აი რაღაცა გამოიძახეთ პატრული და არაფერი რეაგირება არ აქვს, თორე თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება არასწორი იქნება, უბრალოდ თქვენ საქმე რაში არის, აი ეს ინდივიდუალური შემთხვევები ხო ცხადია ბევრია, აი როგორც მარტო თქვენ არის ჯარიმები ყველა ბევრს აწუხებს რამდენიც კიდე იმდენი არის. აქ თემა ისაა, რომ აი საზოგადოება რაღაცნაირად ვერ იკრება აი ამ პრობლემური თემების ირგვლივ. ვერ აი ერთი აზრის, ერთი იმის უკმაყოფილების, ერთი სახის უკმაყოფილების ხალხი ვერ ერთიანდებიან გესმის და ეს არ არის სინერგია, რომ აი ეს უკმაყოფილება რაღაცნაირად რაღაც მუხტი მიეცეს და სხვა რამეში გადაიზარდოს, სადაც ჩვენ უკვე შევძლებთ ამის პოლიტიკური მდგენელად კონვერტირებას, გესმით? და თორე ჩვენ ახლა ინიციატივა იცით
მაღაზიაც ქონდა, ხო, მიტინგი ქონდა, მოწყობილი ამ კანაფთან დაკავშირებით. არ მოდის ხალხი. არავის არ აინტერესებდა თქვენ რა გინდა თუ გეტყვიან. გამოდის რომ ჩვენი რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესია და ჩვენ ესე არასოდეს არ გვიმოძრავია, არც პიარულად, არც პოპულისტურად არ მართლა გვაქვს ჩვენ გვესმის ეს ამ პრობლემის შინაარსი გვესმის, გესმით? ისიც გვესმის რომ იმას რომ აკრძალავ ნარკოტიკს უარეს შედეგს ამ ადამიანი მოკვდება ისეთი რაღაცის მოხმარებისგან, რომელიც არის ის რა არის. და აი ამ შინაარსში ველაპარაკები და არ გვიჭერს ამაში ხალხი მხარს, გესმით? აი ჯარიმებზე იგივე. იმას რომ იმას გაუქმებ საპარკინგი ადგილებს, ჯარიმებს გაზრდი და ერთ საპარკინგი ადგილს არ ააშენებ ან არ ამოთხრი. აი როგორ შეიძლება მე ადამიანები დაშტრაფო ამაზე? შენ გააკეთე და თუ არ შეაყენებს და არ გააჩერებს და რო იქნება და ის ცარილი იქნება და ეს ტროტუარზე იქნება, მე დააჯარიმე კაცო. მაგრამ რა ვიცი მე, მანქანები 100,000-ით გეზდებოდეს წელიწადში და შენ პარკინგის ადგილებს ამცირებდეს, სადაური მათემატიკა ან რა პოლიტიკა? პირიქით, კაცო, წლის ბოლოს ქონდათ ესეთი საამაყო სიახლეები, რომ ჯარიმების შეკრება გაზარდეს 48 მილიონით, 258 მილიონი თუ რაღაც შეაგროვეს გასულ წელს, შედარებით ერთი წლის წინ იგივე მერიაში მუნიციპალიტეტში 5 მილიონით მეტი დაიგეგმა. ხო და ნუ რა არის? ამდენით გააღარიბეს ადამიანები. ხო და უფრო მეტი კაცო წინასწარ გეგმებში წერენ, გეგმებში. ხო, გეგმადას გეუბნები, ამ უფრო მეტი უნდა შევკრიბოთ, ესე უკვე პროგნოზს აკეთებენ, გესმის? ანუ ხალხი უფრო ცუდად მოიქცევა რა. უკვე იციან, ვინ როგორ. მაგრამ შენ თუ ისეთ რაღაცას აკეთებ, რომ აპრიორი იცი, რომ ცუდად მოიქცევა, დაგეგმა აბა რას იზავ. ხაფანგებს აკეთებ და მე ველოდები იქიდან შემოსავალ და საკრებულოში კიდე ყოველთვის ამაქვს მე მაგას. სულ ვცდილობ, რომ გადავიტანო საუბარი, აი ძირთადად გვეძახიან ხოლმე ამ სლომებზე და იხილავენ როგორ გადაანაწილონ ფული, რაც შეაგროვეს. და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს საუბარი მეორე მხარეს გადავიტანო. მოდი ჯერ ვილაპარაკოთ, საიდან შევაგროვეთ ეს ფული. აი ვის წავართვით, ვის ხარჯზია ბანკეტი. ხო და ყოველთვის გაურბიან ამ საქმეს. აი ახლა მივცეთ ეს ამას მივცეთ, ის იმას მივცეთ, აგერ ახალწლის 17 მილიონი გადაანაწილეს ორ დღეში. ისა როგორც კი კითხავსავ, რომ მოიცა ერთი, ვის ხარჯზია ეს ბანკეტი, რომ მივცემ, კარგია, მაგრამ საიდან წამოიღეთ? იქნებ რაღაცნაირად პირიქით ხალხს ფული დაუტოვოთ ჯიბეში. აი ესე ვქნათ ისე მაგაზე? ბატონო. ლაპარაკი არა. არაფერ მართლაც არც თავი დაიზიანოთ, არა თუ გონიათ რომ ეს რამე შედეგის მომცემი იქნება, მე ვეჭვობ რომ ეს მართლა რაღაც მე მგონი თქვენ ჯანმრთელობისთვის ცუდს გააკეთებთ, სხვას ამას პოზიტიური მდგენელი არ ექნება, მე მაგას ჯობია თქვენ აი თქვენ ესეთი იმით მართლა შეხედეთ და ბატონო აქავართ და რაღაცა დავждეთ მე და ერთნაირად რაღაც მოვიფიქროთ რა. კი ბატონო. კარგით, ნელ-ნელა დავამშვიდობოთ და დავაანონსოთ ერთი არის ამ ლაივის მე რეკავა, ვინც ტელევიზორში უყურებთ არ გადართოთ, სამყუროში მსოფლიოში პრინციპში ერთადერთი ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის გამოსვლა გავა, ქართულად თარგმნეთ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ეხლა რამდენი 1-2 დღის წინ იყო. და ილაპარაკა ისეთი რაღაცები პრინციპში, რასაც გირჩიც წლებია ლაპარაკობს, რაღაცა თავისუფლების შესახებ ილაპარაკა, საკუთრებაზე, სოციალიზმი რამავნებელია და ისეთი კარგი გამოსვლა ჰქონდათ. შეგიძლიათ მოусმინოთ, დაახლოებით 9 საათიანი გამოსვლა არის და ასევე 10 საათზე გავა ჩვენი ახალი გადაცემა პრინციპში TikTok-ი, TikTok-ზეც გავა და ტელევიზიაშიც გავა. შეგიძლიათ მასაც უყუროთ და შეუერთდეთ TikTok-იდან დისკუსიებს, კითხვები დასვათ და მიიღოთ მონაწილეობა მოკლედ ამ საუბრებში და დღევანდელი თემა არის გვეშველება რამე, იმიტომ რომ ხშირად კითხულობენ ხოლმე ამას და დღევანდელი ლაივი მაინც ისეთი ზოგადი იქნება და მოკლედ არ მოიწყენთ დღეს გვაქვს ეთერები TV36-ზე. როგორც დაგემშვიდობებით. როგორც არის ნათქვამი, ხელს გაანძრევ და გეშველებ. კარგად ზანდებოდეთ, მოშეხვედრებთ.